სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. ვიდრე მრევლი ეზიარება ტაძარში მანამდის საკურთხეველში წმინდა ცხვენს იღებენ სამღვდელონი. და როდესაც ეს შემდგომად ზიარებისა ვკითხულობდი ლოცვას, რომელიც აღევლინება ზიარების შემდგომ, განსაკუთრებულად გამიჩერდა გონება ამ მცირე ლოცვის ამ სიტყვებზე. უფალო, შეიცევ ცხოვრებაი ჩემი. ესე იგი, წმინდა ზიარების მიერ ქრისტე მაცხოვარი შემოდის თავად ადამიანის არსებაში, სულში, გულში, ყოველ ნასხამში, ხორცთაშინა. ესე იგი, რას ევედრება მადლობელი მღვდელი შემდგომად ზიარებისა. შენ რომ შემოხვედი ჩემში წმინდა ზიარების სახით, გევედრები, რომ მოიცვა ჩემი ცხოვრების, ჩემი არსების და ჩემი ცხოვრების ყოველი ეპიზოდი, ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველივე ჩემში და არც ერთი წუთი არ ყოფილი იყოს შენს გარეშე. როგორ უნდა მომწიფდეს შინაგანად ქრისტიანი, რომ უფალს ეს შესთხოვოს. თვით ჩვენც ეკლესიური მორწმუნეები, რომლებიც წლები და ათეული წლების განმავლობაში ვიარებით ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, ჯერაც მიმოტაცებული ვართ სხვადასხვა მიწიერი საზრუნავებით, ფიქრებით, გულის სიტყვებით, ძრახვებით და ასე შემდეგ. ესე იგი, მართალია ჩვენ ჯერ სულიერად ამ სიმაღლეზე არა ვართ, მაგრამ ეს ასე უნდა იყოს. ამაზე უნდა ვიღწოდეთ, ამაზე უნდა ვზრუნავდეთ. არა ამ სოფლიურ ამაო საზრუნავებზე, რომელიც წარმავალია, როგორც ცნობილი გამოთქმა ამბობს, როგორც მუდში წყალს ვერ გააჩერებ ისე შენთან ბედნიერებას, რომ ადამიანის სიცოცხლე ეს არის მონაცვლეობა, განუწყვეტელი მონაცვლეობა ლამის წუხარებისა და სიხარულისა, როგორ უნდა ესე იგი რა სულიერ სიმაღლეზე უნდა იყო ატაცებული უკვე შენი ცხოვრების წესიდან, სოლხედელობიდან გამომდინარე, რომ გაკადნიერდე და უფალს ესთხოვო. მოიცავ, შეიცევ ძველ ქართულად ჩემი ცხოვრების ყოველი მონაკვეთი, ყოველი ჩემი ამოსუნთქვა, ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყოველი დღე ჩემი ცხოვრებისა. აქ მხოლოდ დანატრა ასეც ადამიანს ქრისტიანს ვერ გახდის. უნდა ეცადოს ამას. ხშირად მithქვამს, ჩვენი ცდა თისას შეწევნაა. რაც ჩვენ შეგვიძლია, ის ჩვენ უნდა გავაკეთოთ. რაც აღემატება ჩვენ ზალებს და ადამიანურ შესაძლებლობებს, აი ამისთვის უნდა მოუწოდოთ უფალს, რადგან შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელი იქნება ღვთის მიერ. სახარების დღევანდელი საკითხავი აწინდელი კვირიაკისა გვეზრახება იგავით თესვარის შესახებ. ცნობილი იგავი არის, უცნობილესი იგავთა შორის, რომელიც ქრისტე მაცხოვარმა მიწიერი აქ ყოფნის ჟამს გამოთქვა. ეს იმდენად არა მარტო საეკლესიო წრეში და წიაღში, არამედ ერშიაც კი ფრიად პოპულარული იყო ეს იგავი. კერძოდ რენესანსის მხატვრებმაც დაგვიწერეს არაერთი ტილო ამ თემაზე სახარებისა, ცოტა მოგვიანებით ცნობილმა გენიალურმა იმპრესიონისტმა ვინსენტ ვან გოგმა, რომელიც საქმე მინდა დავზინო, რომ ძალიან მიყვარდა ახალგაზრდობაში ჩემი სტუდენტობის წლებში იმპრესიონისტული ფერწერა და უპირველეს ყოვლისა ვან გოგი. სხვათა შორის პატერი იყო, პროტესტანტი პატერი იყო მღვდელი, მაგრამ როგორც ჩანს მისი ცხოვრება თავის დროზე კარგად გამოწვლილებით შევისწავლე, შფოთიანი ადამიანი იყო. ვერ გაჩერდა ვერც აქ, ხელი მიიღო თვითნასწავლი მხატვარი იყო პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას გენიალური ადამიანი იყო, ბუნებითაც ჰქონდა ეს ნიჭი, მაგრამ ნიჭები, რომელიც არ უნდა იყოს ჩვენ ორიოდე კვირისին ვიქადაგეთ ტალადზე, რომელსაც უფალი თითოეულ ადამიანს აძლევს,
ღვთისადიდებლად უნდა გამოიყვენო და სული საცხონებლად და არა თავის სასამაღლებლად, არა პატივმოყვარეობის მიზნით, არა დიდების მოყვარებისთვის და ასე შემდეგ. და ვინც ასე მოიქცა, ყველამ ესე იგი ტრაგიკულად დაამთავრა თავისი ცხოვრება და ამ მიწიერ ცხოვრებაშიც არასულიერად სამწუხაროდ წარემართა მათი ცხოვრება და ესე შემდეგ. ეს საუბრის სხვა თემა, სხვა დროს ვილაპარაკოთ. მიუბრუნდეთ იმ იგავს, რომელიც ქრისტე მაცხვარმა წარმოსხვა. ძალზე დამაფიქრებელი იგავი არის. აქამდე კითხვა დაგვებადება, რატომ იყო რომ მაგალითად მოციქულებს ერთბაშად ესაუბრებოდა ზეციერ მინიშნების გარეშე ზეციურ საიდუმლოებზე, ხოლო ერს როგორც ასეთი მიმართავდა პირდაპირ ქადაგებითაც და ასე ვთქვათ იგავთა მიერაც გადაკვირით ასე ვთქვათ ეზრახებოდა ზეციურ საიდუმლოებზე. მოციქულებმა როცა მარტო დარჩნეს თხოვეს განემარტა ეს იგავი მაცხვარს მათთვის და უფალმა დანანებით კითხა როგორ ვერ გაიგეთო ამ იგავის შინაარსი. მაშინ როგორ შეიძლება გაიგოთ დანარჩენი იგავების შინაარსი. და აი ამ ქადაგების ჟამს კიდევ ორი იგავი წარმოთქვა და მე როცა სახლში დაბრუნდნენ მოაყოლა კიდევ რამოდენიმე იგავი, იმიტომ რომ სახლშიც, გარეთ, ქალაქშიც, დაბაშიც, სოფელშიც, უდაბნოშიც, ზღვაზეც და ხმელეთზეც თითქმის ყოველთვის გარშემორტყმული იყო უამრავი ხალხი, რომელიც ქალაქითი ქალაქად დასდებდნენ მას, მისდებდნენ და არა მარტო უბრალოდ მისდებდნენ, არამედ შეაიწრებდნენ და დაესხმოდნენ მასზე და თუ რატომ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ ამის შესახებ. მაშასე ამ დროისთვის, როცა ეს იგავი წარმოთქვა მაცხვარმა, საკმაოდ ცნობილი რაბუნი იყო, ანუ მოძღვარი და ბევრი მას შეისრულდა როგორც წინასწარმეტყველს, ის ახდენდა აშკარად სასაულებს, ისე რომ გაოცებით ამბობდნენ ერშია. არავის არასადა მსგავსი სასაული ისრაელში. რატომ უშუალოდ ხვალ ისრაელში? რჩეულ ერში, ღვთის რჩეულ ერშიაც კი არავის არ მოუხდენია. თუმცა ბევრი მას არათუ ღვთად არ ხადოდა, არამედ წინასწარმეტყველადაც არ მიიჩნევდა და ზოგიერთი შეურაცხყოფდა მის მოძღვრებით ღირსებასაც. ერთხელაც ქრისტე მაცხვარი ტიბერიის ზღვისპირას გამოდის, არ არის ნათქვამი რომელი ქალაქია. მე ვფიქრობ ეს უფრო კაპერნაუმი იქნებოდა, იმიტომ რომ დრო და დრო ქრისტე მაცხვარი პეტრე მოციქულის სახლში ჩერდებოდა ხოლმე ქადაგებათა შორის სულის მოსათქმელად, თუმცა ამის საშუალება აქაც არ ეძლეოდა და პეტრეს სიდედრიც მადლიერებით იღებდა, არა უბრალოდ იმის გამო რომ პეტრე მოციქული იყო და ის კი სიდედრი პეტრესი, არამედ იმის გამო რომ ქრისტემ იგი სნეულებისაგან, ავადმყოფობისაგან განკურნა, ანუ მადლიერების ნიშნად იღებდა სიხარულითაც და თავადაც ისმენდა მის ამაღლებულ ქადაგებებს. ერთხელაც, როდესაც მოკლედ ტიბერიადის ზღვის პირას გამოვიდა ზღვის კიდესა, როგორც მახარებლებთან არის ნათქვამი, ჩამოჭდა იქ, თავდაპირველად ჩამოჭდა და ასე იწყო საუბარი მრევლთან, მაგრამ მერმე რა კი შეავიწროებდნენ, დაესხმოდნენ. რატო დაესხმოდნენ? ხელით, საკაცეებით დაჰყავდა თავიანთი ავადმყოფები და იმდენად უხვი იყო სასწაულები ქრისტესგან, რამე თუ ძალნი გამოვიდოდნენ მისგან, როგორც მახარებელი ამბობს, რომ ესე იგი პირდაპირ საკაცეებით შეახებდნენ ძალიან ევფონურად, რბილად არის ნათქვამი. ადამიანის ბუნებას დაცეული ადამიანი ჩვენ ვიცნობთ. როდესაც ჯგრო ხალხია, უამრავი ხალხია, თავისი საწადელი აქვს, რომ რამდენაირად განკურნოს და ჩვენ ვართ ეგოისტები, როგორც ასეთი და როგორც წესი, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი სურვილი აღვისლოთ მიუხედავად ყველაფრისა, გავარღვიოთ ბრბო, მივიახლოთ ქრისტეს და ამ სიჩქარეში, როცა ხელის ყრაც ბევრია და სხვა, არა უბრალოდ შევახოთ, მივარტყათ კიდეც საკაცე, რაც რა თქმა უნდა მტკივნეული იყო, იმიტომ რომ ქრისტემ ჭეშმარიტად შეისწნა ხორცნი. შეაიწრებდნენ კიდეც, ავიწროებდნენ. აი ახლა რა კი იგივე მოხდა თავდაპირველად, ესე იგი ხმელეთზე დაიწყო ქადაგება, მაგრამ რა დაესხა მას ხალხი და რამდენი იყვნენ, საკითხავია ნეტავ, ასეულობით, ათასეულობით, დიახ. აი მაგალითად თუნდაც ორადორის სასაული და როდესაც ერთ შემთხვევაში იმავე გენესარეთის ტბის პირას უდაბნოში, აქ კიდევ ქალაქია, იქ უდაბნოში დასდებდნენ თან, არა დაგიდებდნენ საჭმელს, სასმელს, დაღლილობას, უძილობას. იმდენად დიდი იყო მათში სურვილი ქრისტეს სიახლოვეს ყოფილიყვნენ, ეს მათ სიხარულს ნეტარებას ღვრიდა და გარდა მაგისა ავადმყოფები თუ ჰყავდათ, ამათი განკურნებაც უნდათ ის, რომ უდაბნოშიც კი საკაცებით მიმოდიოდნენ.
რა თქმა უნდა ეს დიდ ფიზიკურ შრომასთან, დაღლასთან, ქანსთან და ესე შემდეგ იყო შეუღლებული, მაგრამ არა დაგიდებდნენ. სანუყვარის სურვილი ჰქონდათ. იქ გენესარეთის უდაბნოში, როცა 50-50 დაასწრებინა მოციქულებს, 5000-ზე მეტი განაცხო გარნა დედებისა და ბავშვებისა. ესე იგი, ბავშვები ან დედებიანად ბევრად მეტი იქნებოდნენ. ესე იგი, ქრისტე ყოველთვის ურიცხვის ხალხის გარემოცვაში იყო, რაც ერთის მხრივ იყო მადლიერების ნიშანი, სხვებთან იყო ცნობის წადილი, აინტერესებდათ უბრალოდ ვინ იყო ეს და მართლაც ხდებოდა თუ არა მისგან სასწავლები, ან რას გადაგებდა, რატო დასდებდა ეს ხალხი ასობი და ათასობი და მრავალიცა სხვა. ისე რომ როგორც არის ნათქვამი ქრისტეზე, არა სადა ჰქონდა, სადა თავი მიედრიკა. იშვიათად თუ ახერხებდა გნებავს ჩვენ გახსენებულ პეტრეს სიდედრთან სახლში მოციქულებთან ერთად გაჩერება სხვა შემთხვევაში ზეთის ხილფაზე ხშირად უდაბნოში და არც თუ იშვიათად თვის მწვერვალებზე სადაც ნაკლებად გახვებოდა ამდენი ხალხი ან სულაც აღარ გახვებოდა შუაღამიანის გამო და დაღლილობისა სულ ეს იყო არადა ხორცნი ესნა მან ყოველივე მიიღო ადამიანური ბუნებიდან ყველაფერი გარდა ცოდვისა ესე იგი მიიღო უძლურებანიც ადამიანური შიმშილის გრძნობა ჰქონდა, დაღლა იცოდა, წყურვილის გრძნობა, ძილსაც საჭიროებდა, რადგან ძილში მოგეხსენებათ ადამიანი ყველაზე უკეთესად იკრებს ძალებს, ასეც ხდება, რომ ზოგიერთი ავადმყოფობის შემთხვევებში თუ ძილი მიეცა ავადმყოფს, ესე იგი მალე განიკურნება, ან განკურნების გზაზეა დამდგარი და სხვადასხვა. მე ეს გამოწვლილით იმად ჩამოვთვალე საგვარელო წარმოდგენა შევიქმნათ, რა დღეში ყავდა ადამიანებს ქრისტე, მაგრამ ახლა უარეს დღეში ყავს. ჩვენ კი არ მივსდებთ ქრისტეს, თვით ისინიც, ვინც თითქოს ქრისტეს მისდევენ, მის სახელს ატარებენ, ქრისტიანები არიან, ტაძარში იარებიან, მაზიარებლები, აღსარებლები, ნათელღებულები, როგორც ესე იგი თავმომწონეობით ჩამოვთვლით ხოლმე, ასეთების კი სინამდვილეში გულით და სულით ერში ვრჩებით. გვამით, ჟამით ჟამად ვაკითხავთ უფალს, მინდა ეს გამოთქმა ვიხმარო მის ეკლესიაში, მაგრამ სული ჩვენი გარეთ არის. აი როგორც ერთი ათონელი მამა რომ იყო წირვალოცვის დროს მღვდელმონოზონი იყო, როდესაც კმევა მოუწევდა, ზოგს აკმევდა, ვინც იდგა ტაძარში და ზოგს არ აკმევდა და ერთხელაც გაურისხდნენ მამები, განურისხდნენ. რა უცნაურად იქცევიო, ტვიპიყონი გავალებს რომ ყველას უკმიო, შენ კი ზოგს მივ, ზოგს არა. აბა რა გიყო სულიერი ხედვა ჰქონდა, იმდენად წმინდა იყო, რომ სულს ხედავდა ადამიანის და მის მდგომარეობას. აკი გვამით გახართო, მაგრამ ზოგი მხოლოდ გვამით გახარდა, სულით გარეთ ახარო და რაკე უღრენდრენ ამის გამოც მე კონკრეტულად ეთქოდა, ვინ რითი იყო გადაცემული, ოღონდ ცალკე ხალხში არ შეარწმენდა. რა გულისხმებით იყო დაპყრობილი წირვალოცვის ჟამს და ამის შემდეგ მას შენიშვნებს ვეღარ აძლევდნენ. ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ გამოესწორებინათ თავისი გულის მდგომარეობა. ისე რომ გალაქტიონის არ იყო ზოგი მართლა მკითხველია, ზოგი გადამკითხველია, ზოგი მართლა მორწმუნეა და ზოგი ვითომ მორწმუნეა. და როცა ეს სიტყვები გესმით, არ გრთებით, არ გეშინიათ, არ ფიქრობთ ვის შორის გახართ თქვენ, ღვთისმოშიშეებში თუ ფორმალურად მორწმუნეებში. აი სწორედ ასეთებზე არის დღევანდელი იგავი. გულს გარეთ რომ იღებენ ქრისტეს მოძღვრებას. სამი შემთხვევა ასეთი ჩამოთვლილი, რომელშიც შეიძლება უამრავი წიაღსვლები შეიძლება გავაკეთოთ. ბევრ ცოდვას გულისხმას და შემთხვევას გულისხმობს ეს სამი შემთხვევა, რომელიც იგავში გამოთქვა მაცხოვარმა. და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კეთილ ნიადაგში მოხდება თესლიც კეთილი. კეთილი სახიერი თესველისაგან გადაგდებული და არა უბრალოდ მოკვდება მიწაში, ეს ერთადერთი მარცვალი. დიახ, ვიდრე აღორძინდება, უნდა მოკვდეს, არამედ ზოგი გამოისხავს 100, ზოგი 60, ზოგი 30. ესე იგი, ასეთ ადამიანებშიც, ასეთ ქრისტიანებშიც კი, ვინც გულით მიიღეს ქრისტე, არის განსხვავება. ვინ მთელი არსებით იღებს და ვინ მეტნაკლებად. ამაზე გამოწვევით ვილაპარაკებ. შვილო, როცა მე შენიშნავ მოგეცი იმის გამო, რომ სქმუტავდი. და რა კი გაკურთხე რომ დაჯდე, უნდა იჯდე, ვიდრე არ მოგიხმო. აი ეს არის მორჩილება. ეხლა ნუ მეტყვით რომ ძალიან პატარა, სხვა შორის ცოცხალი გონების ადამიანია. ვერ თქვენთან და ჯობია. სიცინცხლით გონებით, კულახდილად გეუნებთ, საკმაოდ გავიცანი. თუმცა ერთი-ორი მითქვი, ერთი-ორი სიტყვა, რა საჭიროა?
ეზოდან გაუსვლელადაც ამბობდნენ ძველი ჩინელები, შეიძლება სამყაროზე წარმოდგენა შეიქმნა. ანალოგიის პრინციპით ყველაფერზე შეგექმნება წარმოდგენა. აქედანვე თუ არ ვასწავლეთ ჩვენ შვილებს ტაძარში თუ სახლში, მოძღვარი თუ მშობლები, გვექნება იმის იმედი, რომ რაღაც სიო დაჰპერავს და გახდება ღვთისმოშიში ქრისტიანი. პირიქით დღევანდელი დედები, მამები და სხვა მხოლოდ კარიერაზე ფიქრობენ. ერთ რამეზე უბრალოდ დასტურთ ჩვენი სიტყვებისა, მიგაპრობთ ყურადღებას. ადრე შეყავდა ჩვილები სამედიცინოზე და ჩვენი იმ ექიმების ტყვეობაში ვართ დღეს, ბიზნესმენი ექიმებისა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს მედიცინაზე როგორც მეცნიერებაზე. არც პრაქტიკოსები არიან, პრაქტიკოსები არიან ფულის კეთებაში. გზები იციან, როგორ უნდა გააკეთონ ფული. აი ერთი მაგალითი ერთმანეთს რაც გამკრა, რა კი პირველი საბატყოფოა ჩვენს ბერდით. ერთი აქ ბრევლი იყო, ესე იგი შემაღონა. თან მარტო ვიყავ, ზღვა ხალხი პირველი საბატყოფო იწყება რიგები და გვიკურთხე განყოფილება ტრავმატოლოგიური. ხო და ვნახე როგორღაც დრო და გადავედი ვაკურთხე განყოფილება და 2 კვირის შემდეგ გულამოვარდნელი ამოვარდა ტაძარში. ესე იგი მაგინაო განყოფილების მეთქე რატო ეგ არის ყო რომ გაწუხებდა ჩამოიყვარე მამარ მეთქე სხვა არაო მამარჩილი ჩამოიყვანეო ცნობილი მოძღვარიაო. ესე იგი ხო ჩამოვედი ვნახე დრო და საშუალო არაო ეს ვინ მომიყვანეო ნეტა არ მეკურთხებინა მისგანო. თუ კითხე რატოო და რაც ეგ მოვიდა ხალხი აღარ მოყავ პაციენტები. ესე იგი მე უნდა მელოცრო დამტრეულიყო გარეთ ხალხი და მისულიყო ტრავმატოლოგიაში. აი რა თქვა მე ამაზე? არც კაცს მოყარება, პირიქით გულღრზოა, მამონას მონა და ასე შემდეგ. ამას როგორ უნდა ანდო ასეც ადამიანის სიცოცხლიან ჯანმრთელობა. და სამწუხარო და სავაგლახო ის არის რომ სწორედ ასეთი ექიმები არიან ეგრეთ წოდებული ექიმები გამრავლებულნი. და ყველაფერ ამას ჯერ კიდევ 3 საუკუნის წინათ ამბობდა წმინდა მამა ნილოს მდინარე წინ უძღვის ფულის ტრფიალება, ვერცხლის მოყარეობა. ყველა ეს მოვლენები დაწყებული უვარგისი ტრავმატოლოგით და დამთავრებული სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული უმაღლესი მოღვაწეებითა და პოლიტიკოსებით, რომელიც ომებს აწარმოებენ, ესე იგი სადაც არ ეზარებათ. ყველა ესენი აღტკინებული არიან ფულის სიყვარულით. ამით აიხსნება. აი ერთ-ერთი დიდი სუპერ სახელმწიფოს მეთაური იყო ბიზნესმენი და რჩება პოლიტიკაშიც და ესე იგი მეთაურობაში სახელმწიფოს ბიზნესმენი. ყველას გადასახადები შეაწერა, დაუმძიმა და ასე შემდეგ ომები ხელს უწყობს, ლოცავს, ეხმარება ყველანაირად და გარიგებებში არის და ასე შემდეგ. თავად ის ქვეყანა სინამდვილეში არ მდიდრდება ამით, პირადად კი რა თქმა უნდა. და ესე იგი ჩვენ რომ ვამბობთ ამერიკა, იქ ჩვენი სულიერი შვილებიც არიან იქ და ძალიან გაჭირდა იქა ცხოვრება, გაძვირდა ყველაფერი და ასე შემდეგ ყველაფერს ხომ ვერ მოვყვები. ეს შედეგია ღმერთს კი არ უნდა რომ ჩვენ გაჭირვებაში ვიყოთ, ან სულიერად, თუ გნებავს მატერიალურად, სოციალურად. ამას თავად იქმან ადამიანები. სიხარბე დაუოკებელი. ეს სიხარბე რომ არ ქონდეთ ადამიანებს და ანგარება, ყველა იქნებოდა როგორც თქვენ იტყოდით, ნაჭამის, ნასვამის, ჩაცმულის და კმაყოფილი და ბედნიერი. მაგრამ ეს ხომ ასე არ არის სინამდვილეში და არც არასდროს არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა სახელმწიფოს თქვათ ამათი სახელმწიფოს ღვთისმოშიში მეთაური ხავდა, თუ მირონცხებული მეფე, თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო. კარგი, ძალიან შორს გაგვიტაცა საუბარმა, მოვიდით საყვარელო ვიუბრუნდეთ სახარების აწინდელ საკითხავს. ამიგავზე მოგვითხრობს 3 სინოპტიკოსი მახარებელი. დღეს ლუკასაგან იქნა ამოკითხული, მაგრამ ლუკასთან ერთად გვეხმიანებიან ამიგავით მათე მახარებელი და მარკოზიც. თქვენ იცით რომ იოანე მახარებელი, როდესაც ესე ავსებს იმას, რაც წინა 3 მახარებელმა არ თქვა, რაიმე ქრისტეს მოძღვრებასთან თუ ესე იგი სახარებისებულ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში იმდენად ამომწყურავად გადმოსცეს ეს იგავი სინოპტიკოსმა მახარებლებმა, მათე, მარკოსმა და ლუკამ, რომ იოანე საჭიროდ აღარ ჩათვალა. ზოგიერთ შემთხვევაში იოანე ღვთისმეტყველი შეიძლება არ ავსებდეს წინა მახარებლების მონათხოს, მაგრამ აღრმავებდეს საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. რადგანაც ამიგავს მოყვება თავად მაცხოვრის განმარტებას, თუ რას ნიშნავდა ეს იგავი, ამიტომ ამ მიზეზისგან აღარ ჩათვალა საჭიროდ უნდა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ესე განემარტა და გაეღმავებინა იოანე მახარებელს. მაშასე დაესხმოდნენ, როდესაც იდგა ზღვის კიდეს და ქადაგებდა.
მაგრამ რა კი არ აძლევდნენ ქადაგების საშუალებას და ქადაგება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სასწაულებს, ეს მხოლოდ დამოწმება იყო იმისა, რასაც გამოთქვამდა უფალი. და რა კი ამის უმთავრესი საშუალებას არ აძლევდნენ, შეაიწრებდნენ, ზედა დაესხმოდნენ, იქვე ნავი იყო, ნავში შევიდა, უბრძანა მოციქულებს, ოდნავ შესწურეს. აი ამ ესეთი უჩვეულო მოქმედების შემდგომ უცბად ჩამოვარდა სიჩუმე. გაუკვირდა, რატომ წავიდა მათგან მოწმარი, როცა ის ყოველთვის მათთან იყო და ესე იგი უქადაგებდა, ასწავლიდა და ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც აპურებდა, როგორც უკვე გავიხსენეთ. ეს იმიტომ მოიმოქმედა უფალმა ღმერთმა, რომ მისცემოდა საშუალება ეკადაგა ის, რის ქადაგებასაც აპირებდა. კერძოდ სამი ეკავი მოუთხოვრო მათ, როგორც შესავალში გითხარით. მას ცოტათი გასურეს, ისე რომ გაეგონათ მისი ხმა, იესო ქრისტეს გარეგნობაც მინდა შეგახსენოთ, იყო ტანმაღალი და ესე იგი მთელი თავით მაღლა იდგა, როცა ქადაგებდა. ეხლა რატო ვიხსენებ ამას? იქ ასეულობით, შეიძლება ათასეულობით ადამიანი იყო და ხმა რომ მიეწვდინა, ის ხმამაღლა ლაპარაკობდა. საამისოდ მას ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობა, თუმცა ასეთი რამაც ხდება, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ტანდაბალი, მაგრამ გრგვინავი ხმა ჰქონდეს და შეიძლება იყოს ტანმაღალი, მაგრამ ძალიან სუსტი ხმა ჰქონდეს. ხშირ შემთხვევაში სიმაღლე ხმას ემთხვევა ხოლმე. ერთი სიტყვით ყოველ შემთხვევაში რა კი მახარებლები ამის თავობაზე არაფერს მეუბნებიან, მაშა სადამე საკმაოდ აგონებდა უფალი მაშინაც როცა შესირა. მამაო ზოგიერთ სახეზე მწუხარება დაეწერა, თუ ყოველ ნიუანსი გაამახვილებთ ყურადღებას, ჩვენ დღეს ვერ მოვჩებით საუბარს და სახლში ვერ წავალთ. მე მაგალითად სულ არ მაგონდება სახლი, მეც მაქვს სახლი. ეს ქარს არა გალაქტიონის ლექსიდან ბინა თავში საფარი თორე მე მაქვს თქვენსავით. მე ვსყავს ოჯახი, ცოლ-შვილი, ბევრი საკმაოდ, შვილები, შვილიშვილები, მაგრამ როდესაც მე უფალთან ავარ, მე არავინ არ მახსოვს. უფრო მეც გეტყვი. უფალში, მასთან ყოფნაში, ყველა ესენი ჩემი მოყვანსი არიან ჩემთან. აი როგორც პეტრემ უთხრა, ჩვენ ყოველივე დაუტევეთ, დედაი, მამაი, ცოლი, შვილი, აგარაკი, რას მივიღებ? ჩემში ასმაგად მიიღებთ ყველაფერში. გაიგეთ საყვარელო, ჩვენ უნდა ვნატრობდეთ და გული იმაზე ვიწუხდეს და ჭუნვარებდეთ, რომ ჩვენი ახლობლები არ არიან უფალთან, არ არიან თუნდაც დღეს საკვირაო წირვაზე, არ ისმენენ ღვთის სიტყვას, არაერთხელ დამნანებიან, რომ იცოდნენ რა მადლია აქ, რა სითბოა, რა სიყვარულია, გარეთ სუსხია, ეკალია, ერთმანეთის ლანძღვაგინება, ტრობა, ძალადობა ერთმანეთზე გავლენებისთვის, დიდი თუ პატარა. აკი არაფერი ასეთი არ არის. აქ ერთადერთი, რასაც ლამონს ყოველი გულით მოსულ, ეს არის მოიპოვოს ზეციური სასუფეველი, რომლის კიბეც არის თავად ქრისტე, გზაც, ცხოვრება, ჭეშმარიტება, სამოთხის კარიც ხშირად გვითქმავს. და აქ რომ მოდიხართ და ძლიერდებით საფრთხემადლით, თუ ზიარებით, თუ საგალობლებით, თუ ლოცვებით, თუ ქადაგებით, ეს მადლი გარეთ უნდა გაიყოლოთ. ზოგი კარებთან ტოვებს. ეს ერთი ათონელი მამის გამოცხადება. მღვდელი როცა ჩამოილოცავდა ჯვარზე მოდიოდნენ, ხედავდა რომ ანგელოზები იდგნენ და ხელში აძლევდნენ ზოგს ოქროს მონეტას, ზოგს ვერცხლის, ზოგს სეფისკვერს ღვთისმშობლის გამო, ზოგს ჯვრით, ზოგს რას და ზოგს რა, აჯილდოებდნენ ასე ვთქვათ. მაგრამ ზოგს არაფერსაც არ აძლევდნენ, ვინც უსულგოლოდ იდგა წირვაზე. და რომ გადიოდნენ ზოგიერთები, ვინც დააჯილდოვეს ღვთის კუთხევით ანგელოზებმა, კარშივე ანგელოზები, ესე იგი დაცემული ანგელოზები, ეშმაკის ანგელოზები იდგნენ რა, ესე იგი იქიდანვე სტაცებდნენ ხელიდან. და ვერც მათ ვერ შეიტკბეს. და მხოლოდ მცირემ გაიტანა მადლი და ვინც გაიტანა მადლი, ადვილად გადაიტანა ის მწუხარებანი და ტკივილები, ის სალმობანი, რითაც სამწუხაროდ ახსავსია ეს წუთი სოფელი. ესე იგი, ეს მადლი არა მარტო საბოლოოდ საცხოვნებლად გვეძლება, არამედ დედამიწაზე განსამტკიცებლათაც. დიახ, ჩვენ ეს გვჭირდება. ქართული გამოთქმა ამბობს, საგვარეულო ხარი ხართა რომ დააბა, ანსნეს იცვლის, ამ ფერსაო. სულ რომ ამ გაუკუღმართებულ ხალხთან ავართ დაბმულები, ეხლა იმას გარო ჩვენ კარგი იცოდით, ღმერთ ჩვენ განკითხვის მიზნით არ ვამბობ. მრავალი უფალი ამბობს, წინანი ჩვენ
იქნებიან უკანა და უკანანი, ვიზეც ვლაპარაკობთ, იქნებიან წინ, მაგრამ დღესდღეობით როგორც არის, აი მოცემულობა, როგორც სიტყვიან ხოლმე, ეს არის, რომ ჩვენ დაბმული ვართ ყველგან, ზოგჯერ სახლშიც კი, შინ, ასევე სამსახურებში, ქუჩებში, მეტროში, ბულვარებში თუ სხვა, დაბმული ვართ ასეთი ეგრეთ წოდებული ზნის ხალხთან, ტაცებლებთან, გარყვნილებთან, სოდომიტებთან, ანგარებთან, მემძლავრეებთან. ამიტომ ბუნებრივია, რომ მათი მაგალითი როცა ხშირად ხარ, გადამდებია. აი ჩემთან ახსარებაში ვთქვა, იცით რა არის მამო, ანეკდოტებს უსმენ. ვთქვა როგორ მეთქი ღვთისმოშიში ადამიანი ხარ და რა უნდა მექნა, ერთ ოთახში ვხედავ სამსახურში და ეს ქალები სულ ჭორაობენ, კისკისებს მაქსიმალურად ცდილობ არ ჩავება. ხან ისე თუ ხან ანეკდოტებს ყურია და პირდაპირ გაგებით ყურებში და როცა ყურებში თიც ვიკეთებ, აბუჩად მიგდებენ. გოიმს მეძახიან. ესე იგი რაზე მოქმედებს ეშმაკი მათ მიერ? მის პატიმოყარეობას. რაც გინდა თასეთებს, ზნეწახდენილებს, რაც უნდათ ის უთქვამთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ზნედაცემული ადამიანები რა სიტყვიან და მეტად რა უღმერთვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როცა ადრე თუ გვია, მინდა თუ არ მინდა, წარვდგები რა უფალთან გარდაცვალების შემდეგ რას მეტყვის უფალი. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს აზრები მათთვის მიუღებელია. არაფერია. მოვა ის თითოეულ ჩვენთაგანთან, ვინც არ გვინდა რომ მოვიდეს და რომელზეც არც კი ვფიქრობ და ეშმაკ ყველაფერს აკეთებს, რომ სიკვდილზე არ ვიფიქროთ, სულ გართობაში ვიყოთ. ღამეს კრულები, დღის გასართობები, მიეთი მოეთი და მოულოდნელად მოდის სიკვდილი, აი ახლაც რამოდენიმე ესე იგი ცნობილი მსახიობი ვიღაცა მომღერალი ესტრადის გარდაიცვალა, გრიალით გადაიარეს თქვენი ენით ვამბობ, ეს წუთი სოფელი და სასახლეში დაასრულეს, კუბოში. ესეც არ არის დასასრული. ბოლო გაჩერება არ არის. ისინი უფალთან დადგებიან. სადაც ესე იგი სახარების ენით რომ ვერც კი გაბედავენ, თვალთაცა ზიახილვან. რომ აიხილონ და უფალ შეხედონ, ამასაც ვერ გაბედავენ. და ამისი განცდა უკვე სიკვდილის ჟამს ეძლევა ბევრს და უფრო ბევრს გარდაცვალების შემდგომ, როდესაც გაივლის საზვერეთ საცავს, ჰაერის თველებთან, ეშმაკებთან, როცა მოინახულებს 64-ს და როცა ჯოჯოხებს, მაგრამ ხოი საკვირველებაო. ყველაზე საოცარი ის არის, რომ 64-ში ეძლევა ყველაზე დიდი სინანული. როგორ რანაირად კითხულობ თქვენ? იქ ხო ყველა ხარობს, ყველა რომ ხარობს და მანამდე უკვე სიკვდილის ჟამს და მერე საზვერეში მოაგონდა თავისი ცოდვები, ხვდება რომ ის ვერ გამართლება, არ იმსახურებს 64-ს, იმიტომ რომ მისი ცოდვები თვალწინ ისეთიც კი, რომელიც დედამიწაზე არასდროს მოაგონდებოდა, თვალწინ უდგას, როგორც კინოფილმი ჩაივლის მის თვალწინ. და აი რატომ საყვარელო. ჯოჯოქეთის კი ხშირად მithქვას ფერყლთალბება 64-ის ნეტარებასთან შედარებით. რა ნეტარება ასეთი ნეტა? ალბათ ზოგჯერ მაინც 1000 ერთხელ ყოფილვარ გახარებულები. როცა აი როგორც ქართული გამოთქვა სასვეწევით სიხარ, არავინ არაფერი არ გვახსოვს, არაფერი არ გვაწუხებს, აქტოვანებული ვარ, თავდავიწყებაში ვარ. ეს არაფერი ამბობენ წმინდა მამები იმასთან შედარებით, რაც 64-ში ელოდება წმინდა ადამიანს, მართალ ადამიანს. და აქ თუ შენ წამიერად განიცდი ამ აღმაფრენას, იქ საუკუნით ხარ ამ ნეტარებაში, საუკუნო თუ კუნისამდე. ამის წარმოდგენაც კი არ დავუდგა, ადამიანის გონება კატეგორიებით რომ აზროვნებს, რა არის უკვდავებას ბოლომდე ვერ სვდება. რა არის მარადიული ნეტარება, წარმოუდგენელია და ასე შემდეგ. მოკლედ უფალი შედგა ოდნავ უბრძანა გასურეს და ზღვით გამო ეზრახება, ესაუბრება იქ მოსულ უამრავ ადამიანს. გამოვიდა მთესვარი თესვა თესლისა თვისისა და თესვასა მას მისა, რომელიმე დავარდა გზასაზედა და დაითრგუნა. და მფრინველთაც ისათა შეჭამეს იგი. მაცხოვარი განმარტებაში თავად ამბობს, ერთ-ერთ მახარებელთან გადმოცემულია, ეს მახარებელი სამივე თითქმის ზედმიწევრით ერთსა და იგივე სამსოგოდ პატარა დაზუსტებებით. აი მაგალითად, ერთ-ერთი მათი მახარებელი ამბობს, რომ ფრინველები მოფრინდნენ და ის მარცვალი აკენკეს. ლუკა მახარებელი ერთ სიტყვას უმატებს, მაგრამ ძალიან არსებიც. ცის ფრინველი მოფრინდა. იმიტომ რომ ორნაირი ფრინველი არსებობს, არის მიწაზე, რომელიც ფრთოსანია, მაგრამ არ დაფრინავს. ერთ დროს შეიძლება, როცა ველური იყო, ვიდრე მოაშვენიერებდნენ ჩვენი შორეული წინაპრები, ასეც იყო ფრენდა, მაგრამ არ დაფრინავს.
არის ფრინველებიც, რომლებიც ჰაერში ფრენენ. ანუ ცით ფრინველები არიან. რატომ აზუსტებს ლუკა მახარებელი? იმიტომ რომ ის ფრინველები, რომლებმაც ესე იგი საკენკი მართვალი აკენკეს, არიან დაცემული ანგელოზები. ისინიც არიან ფრინველები. ერთ დროს ლუკა გვახსენებს, იყვნენ ზეცის ფრინველები. იმიტომ რომ გასულ ქადაგებაში ვხვი ბასილი დიდთან ერთად, როდესაც ბიბლია იწყება ამ სიტყვებით დასაბამად ქნა ღმერთმა ცანი და ქვეყანა, ცაში მოიარსება ზეციური საზღვრები, იმიტომ რომ ეს სენსუალური გზნობისმერიცა მეოთხე დღე შეიქმნა მხოლოდ სასუფეველი იგულისხმება და მისი ბინადარი, პირველი ბინადარნი ზეციური სინათლის ანგელოზები. ესე იგი, როდესაც აზუსტებს ლუკა მახარებელი ამბობს, რომ სატანა და მისი ანგელოზები მოდიან. ვინ არის თესვარი? უფალი განმარტავს. თესვარი ეს არის თავად უფალი ღმერთი, რომელიც ან უშუალოდ თესავს ადამიანთა გულებში, ან თავისი რჩეულების მიერ. მაგალითად, წმინდა მოციქულებისა, მანამდე წინასწარმეტყველებისა, მართავთა პატრიარქთა, მერმე სამღვდელო იერარქიის მიერ. თუ გნებავთ ამ წუთში ჩემო ღირსის მიერ, როგორც მღვდელისა, დაეთესვის ქრისტეს ეს წმინდა სიტყვები და იგავი თქვენს გულებში. და თქვენზეც არის დამოკიდებული, შეიტკბობ თუ არა, თუ გულს გარეთ მიიღებთ, ისე როგორც ზოგიერთმა დღეს ზიარება მიიღო გულს გარეთ, უფრო სასჯელად, კილა დასაჯელად უღირსებისათვის. აი მაგალითად, ასეც ყოფილა გუშინდელი ლოცვა იყო. კმევით გავდივარ, ეზოში ვხედავ ერთ-ერთი თქვენთაგანი დგას და კითხულობს ლოცვებს. მე ვიფიქრე ეს ზიარების ლოცვებია. შემდეგ ზეთის ხებაზე რომ მოვიდა, დავაზუსტე, ვერ გავიდოდი იმ შემთხვევაში, მე ვიფიქრე განსაზღვრულია ჩემი ყოველი ნაბიჯის კი, როგორც ღვთისმსახურისა კმევის დროს თუ როცა იქნება. აქ თავნებობას ადგილი არ უნდა ქონდეს. როცა ზეთის ხებაზე მოვიდა, დავეკითხე, რას კითხულობდი? თვალებით ვანიშნე, შენიშვნა მივეცი. მეტი ვერ შევძელი, ამჯერად დავეკითხე. ლოცვებს აღსარების შემდგომ. აღსარება კაიხალი ნათქვამი ყოლი, იმიტომ დაიწყო ლოცვა უკვე. მეუთხარე შვილო ქართული ანდაზა როგორც ამბობს, ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერს. ეხლა რატო გავაკეთე ეს შენიშვნა? ზოგიერთები დიდ სიბრძნეს იჩენენ წინ დახედულებას და დგანან რა ლოცვაზე, არა მარტო მწუხცისკრის, არამედ ლიტურგიაზეც კი კითხულობენ ზიარების წინ სათქმელ ლოცვებს. რაც სახლში უნდა წაეკითხა და მომზადებულიყვნენ. ზეგი რა გამოდის, ვის ატყუებს, ღმერთს თუ საკუთარ თავს ეს ადამიანი. როცა უნდა ისვედრენ ლიტურგიას და მოუწოდებს ეკლესია არაერთზე მოხედენ სიბრძნით, ანუ გაამახვილებ ყურადღება და როგორ გაამახვილებს, როცა ჩაფლულია ლოცვებში, მაგრამ ხეირიანად ვერც იმ ლოცვებს კითხულობს ზიარების წინ სათქმელს, ისე რომ ვერც ერთ კურდღელს ვერ იჭერს და დასაჯელად მოდის ზიარებაზე. მე ვფიქრობ, ასეთები დღესაც იყვნენ. ან ვინც სრულიად უმიზეზოდ არ დაესწრო მწუხრის თუ ცისკრის ლოცვას. ან დააგვიანდა წირვაზე და მას მიაჩნია რომ ეს არაფერია. მერე რა მოხდა? სულ რაღაც 10 წუთი დაიგვიანა, 15 წუთი დაიგვიანა. ეს ყველაფერი მოდის თქვენი აღზრდიდან. თქვენ უკვე ჩამოყალიბებული ხართ, მაგრამ ვაგლახო არაკეთილშობილ ადამიანებად მოწესრიგებულად, არამედ ზერელე და ზედაპირულ ადამიანებთან. ადამიანები როგორც წესი ასეთები ღვთის სიტყვას არ იღებენ, ან ძნელად იღებენ. როცა აქ უდიდესი ყურადღებაა საჭირო. ჩვენ იოანე ოქროპირისეულ განმარტებაში ამიგავისა მოგვიანებით ვნახავთ, რომ თესლი კი არ იყო უვარგისი, ან მთესვარი, ან ამინდმა კი არ გაუფუჭა ეს თესლი მზემ თუ სხვა, ეს ან ეკალმა და სხვა კლდემ, სადაც მოხვდნენ სხვა ადგილას მარცვალი. ეს იყო თავად ადამიანების ბრალი, იმათი ბრალი, ვინც ეს ყველაფერი დაუშვეს, მოგვიანებით ვიტყვით. მოკლედ, თესვარი არის თავად უფალი, უშუალოდ ან რჩეულთა მიერ, ტრადიციულად იერარქიის მიერ თესავს, ისე როგორც შეიძლება რომ კერძო ადამიანის მორწმუნე გავუხდეს სხვას მომაქცეველი სარწმუნოებაში. თუმცა უფალი ასეთებს მიმართავს, რომ კურნალო განიკურნე თავისთვის. ჯერ შენ განიკურნე და მერე უმკურნალე სხვას. გამიგეთ საყვარელო. წმინდა მამები პირველი საუკუნეების ძველი მამები გავიდოდნენ უდაბნოში, ჯერი გამოიტირებდნენ თავისოდრე, განიკურნებოდნენ, განიწმინდებოდნენ, კაცრი მარხვით, ლოცვით, რუდუნები, შემდეგ ბრუნდებოდნენ და მადლს რომ იძენდნენ ამ მოღვაწეობის გამო, სხვას კურნავდნენ და ჩვენ პირდაპირ სხვებისგან ვიწყებთ კურნებასო. აი ეს ემართება ბევრ ეგრეთ წოდებული საერომ ქადაგებელს და ზოგიერთები ჩემს მლობაში მინახია, როგორი ამპარტავნები იყვნენ.
როგორი ამპარტავნები. აი ერთი მათგანი წიგნის კითხველი იყო დიდუბეში მსახურობდი თავდაპირველად. საკუთარ ცოლს მუხლებზე აღენებდა. აღსარებას ისმენდა, როცა ერისკაცი იყო უბრალოდ. ერისკაცი იყო, არ დაგავიწყდე. აღსარებას იღებდა და სხვებისგანაც სხვების მიდიოდნენ, ეს ყავდა დაბრმავებულები და ზოგი მერე სექტასავით გაყვნენ იმას და დაიღუპნენ სამწუხაროდ. ეპიტიმიებს ადებდა საეკლესიო საშილს. წარმოგიდგენიათ, როგორი თავხედი გახდა ამპარტავანი თვით დაჯერებული. და მოულოდნელად ტრაგიკულად დაიღუპა ეს ადამიანი. სად არის ახლა მისი სული? ძნელი არ არის მიხვდე. და ისე განაწყობდა, რომ მღვდლების მიმართ აბრკოლებდა, რომ მღვდლებთან არ ეთქოთ ჟიდა, ეგრეთ წოდებული საეკლესიო საჟილი, როცა იყო ერისკაცი, თუ მღვდელთან იტყოდა აღსარებას. ეს იყო ფაქტიურად სექტა. ჩემდა თავად ახლა მე ყველაზე უმცროსი მღვდელი ვიყავი, ვამხილე პირში, ქადაგებაშიც გამოვაცხადე, რომ არის ხიბლში ეს ადამიანი, დაღუპვის გზაზე დგას და არ მივიდეს არავინ მასთან. რამაც მისგან მხოლოდ მტრობის გაძლიერება გამოიწვია სამწუხაროდ. ნუ ახლა დგას უფალს და პასუხს აძლევს თვითმარქვეობისთვის. მას თესვარი ქრისტია უშუალოდ სხვების მიერ, კეთილი მართვალი არის ღვთის სიტყვა, წმინდა სახარება, ანუ მოძღვრება ქრისტესი და აი მოდით რამოდენიმე შემთხვევა განვიხილოთ მართვალი სად როგორ დავარდა, რა ვითარებაში. რომელიმე მათგან დავარდა გზასაზე და დაითრგუნა და ფრინველთა ცისათა შეჭამეს. ცის ფრინველები ესენი არიან სატანის ანგელოზები, თავად სატანაც. ესე იგი ადამიანი რომელიც ესე იგი მოისმეს ღვთის სიტყვას, მაგრამ არ გულისხმობს, ყურადღებას არ შეაჩერებს. მიიღებს ჩათვლის, რომ ეს არის მორიგი რომელიღაც ინფორმაცია, რომელიღაც რელიგია, რომელიღაც მოძღვრება, ისე როგორც დღეს ბევრია და იმიტომ არის რელიგიები სხვადასხვა და შიდა ქრისტიანული სექტები გამრავლებელი, ეშმაკი აბნევს ადამიანებს, აღარ იციან, სად არის ღმერთი, სად არის ჭეშმარიტება. და ასე შემდეგ. ყველა იჩემებს, რომ მათთან არის ერთადერთი და განუმეორებელი ღმერთი. რაც ბევრის დაბრკოლებას იწვევს და საბოლოოდ გზას უკეტავს ქრისტესაგენ მიმავალს. ისე როგორც თავად ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაშიც, მართლმადიდებელ სამოციქულო საკოლთაო ეკლესიაშიც არიან თავად მღვდლების ნაწილიც კი დამაბრკოლებელი მრევლის. თავისი საქციელით, თავისი მეტყველებით, ცხოვრების წესით. გნებავს ჩაცმულობით და ასე შემდეგ. რაც მოდაში შემოდის цаრისტული რუსეთის დროს იყო შლიაპები დადიან მგლებით, ცილინდრებით. ეს არის საეკლესიო წესგანგების დარღვევა. ყველას ეკუთვნის ეს, ვინც არ უნდა იყოს. სხვაით ერთ მათგანზე მოუკარე აგერ დროშებით რო გამოდიან იქ მგლები, 3-4 მგდელია, ერთ მათგანზე ცილინდრი ახურავს თავზე რა. ბარემ ჩალმა გაიკეთოს რა. კაცმა რო თქვას. აქედანაც შეიძლება ვიმსჯელოთ მღვდელსეს და ადამიანსეს. აი წეგან ბავშვს რომ მივეცი შენებს და მოასვენა ფეხი, რადგან უწოდოთ შემოვიდა დავსი უკან. თუ ამბავს უფრო მეტი აქვს მორჩილება, ვიდრე ზოგიერთ მღვდელს ჭეშმარიტების მიმართ. და არა მარტო მღვდლებზე, ყველაზე კი არა, ეს გამონაკლისებია, მადლობა ღმერთს, ძირითადი ნაწილი სამღვდელოების თილობს გულით ემსახუროს უფალს და მადლობა უფალს, რომ დიდი მრევლიც ახავთ და მსმენელები ღვთის სიტყვას. მაგრამ გამონაკლისებზეც უნდა ითქვას, იმიტომ რომ როგორც ცნობილი გამოთქმა ამბობს, ერთმა ტალახიანმა ღორმა ყველა გასვარაო და ისე ხდება მათგანაც. ადამიანი უმეცარი არაეკლესიური უკვე ბრკოლდება მის მიმართ, გონია რომ ყველა მღვდელი ასეთია, რომ სინამდვილეში როგორც ვთქვათ ეს თამაშია, ეს წარმოდგენაა და თვითონ არა აქვს წარმოდგენა სინამდვილეში. რა არის ეს ეკლესია ქრისტესი? მაგრამ როგორც ღვთივდიდებული მოციქული პავლიანოს ღმერთმა ვინც ამოირჩია მამა ღმერთმა და თავისი მარადიული ბეჭდით აღბეჭდა, მას ვერავინ და ვერაფერი ღვთის მიმართ ვერ დააბრკოლებს. ესე იგი ესენი პირველი შემთხვევა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მოისმენენ, არანაირ მნიშვნელობას არ მიანიჭებენ მოსმენილს, ქადაგებას სასუფეველზე და სულის ხონებაზე, მათთან მოფრინდება ეშმაკი, მალევე აკენკავს გულიდან და სულიად უნაყოფოდ დარჩებიან. და სხვაი დავარდა კლდესასეთა და აღმოსცენდა და განხმა, რამე თუ არა იყოს იყვნენ ბიწისაი. ესე იგი რა კი კლდე იყო, ოდნავ გაუშვა ფესვი, მაგრამ არ ქონდა სიმტკიცე და ამიტომ
გახმა. ჩვენ მოგვიანებით ვნახავთ, რომ ეს კლდის ბრალი კი არ არის, ან გზის ბრალი, ან ეკლების. ეს თავად ადამიანებზეა ლაპარაკი და ადამიანების ბრალი არის. მათი ბუნების კი არა, მათი ნებელობის რა სურს მას. ზოგს მტკიცია ნება ღვთის მიმართ და სწრაფვა. მამა გაბრიელი სამოს ვა იმას, ვისაც ცისკენ ქრისტესკენ არ აქვს სწრაფვა. ზოგს ესე იგი სწრაფვა აქვს მიწიერი საგნების მიმართ და აი ეს კლავს მათში სულ ეხლახან მიღებულ სარწმუნოებას, რომელსაც ფესვიც კი არ გაუდგავს. მხოლოდ ესაა, რაც შედგა ფეხის სარწმუნოებაში, როგორც იტყვიან. და რომელივე დავარდა შორის ეკალთა და აღმოსცენდეს ეკალი და შეასვეს. და ესე იგი განმარტებაში უფალი ამბობს, რომ ზრონვამან ამის სოფლის ამან და მიდრეკილებამ სიმდიდრის შეძენისადმი მოაშთვის ნაყოფი იგი. თავად სოფელი კი არ არის ბოროტი, რომელიც კლავს ჩვენში მარცვალს. თუთი სოფელი ეს ღმერთმა შექმნა, არა. მიდრეკილება და როგორც მარკოს მახარებელს გემონი ამის სოფლისანი. გემოთ მოყარება აქვს საჭმლის მიმართ, საასმლის, ნებიერი ცხოვრების, კარგი ჩაცმულობის და ასე შემდეგ, ისე რომ თვალსა და ხელს შუა ეს ადამიანი საბოლოოდ ქრისტეს გარეთ რჩება და უნაყოფოდ იღუპება. ხოლო რომელიმე დავარდა შორის, ხოლო სხვაი დავარდა ქვეყანასა, კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი 100 წილი. სხვა მახარებელი ლუკა და მარკოზი ასუსტებენ. აქ მარტო 100 წერია. ხოლო ამ ორ მახარებელთან ავსებენ წერია 60 გამოიღო ზოგმა 30. ესე იგი ზოგმა 100, ზოგმა 60, ზოგმა 30. მათაც კი ვინც შეიტკბეს ღვთის სიტყვა არა მარტო დაიმარხეს, არამედ აღაზრულეს მეტნაკლები მოსწრაფეობით, ამის და მიხედვით, ნებელობის და მიხედვით და თავისი ღვაწლისა ერთმა მოიგო ასმაგი, ანუ სრული ნაყოფი, არანაირი ზარალი არ განუცდია, მეორემ 60 და მესამე 30. მაგრამ თუნდაც 30, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ოღონდ არ წარწყდე. სურს როგორც ვახსენე გაგვით გაგაცნო წმინდა იოანე ოქროპირისეული განმარტება ამიგავისა. მსჯელობს რა წმინდა იოანე ოქროპირი იგავზე, ესე რა გამოვიდა მთესვარი თესვა, ამბობს, კითხულობს. საიდან გამოვიდა ყოველგან მყოფი და ყოვლის აღმასრულებელი, ესე იგი იგულისხმება უფალი ღმერთი, რომელიც ყოველგან არის და ყოველსავე აღარ. საიდან გამოვიდაო? ან როგორ გამოვიდა? სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა. არა ადგილით გახდა იგი ჩვენთან ახლობელი, იმიტომ რომ ღმერთი ყოველთვის ახლოა ადამიანთან, მეტადრე მის მოწაფესთან. არამედ განწყობითა და განგებულებით ჩვენზე. აი რითი გახდა იგი ჩვენთან ახლო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არაერთხელ გვითხოვთ, განგებულება ეს არის ღვთის მზრუნველობა ადამიანის საცხოვნებლად. აი რითი ახლო. მას სურს ჩვენი ცხონება. არ სურს არავისი წარწმე და არამედ ცხონება ყველა ადამიანის. მაგრამ ადამიანებს არ სურს ყველას ცხონება. გვაქვს არჩევანი წარმავალი დროებითი სიკეთე და მარადიული წარუვალი. ჩვენ ვამჯობინებთ დღევანდელ კვერცხს. მაგრამ ამით მთავრდება ყველაფერი. როგორც პოეტი ამბობს, ინგლისელი, ამერიკელი, ასე მთავრდება ეს ცუდი სოფელი, არა გრიალით, როგორც გრიალებით, არამედ სლუკუნით. ჩვენ როგორც მღვდლები ამ სლუკუნის მოწმე არაერთხელ ყოფილვართ, როდესაც მივყავართ მომაკვდაერთან, ანუ აღსარებისთვის, ანუ ზიარებისთვის, ანუ სულთმობრძავის ლოცვის წასაკითხად, როდესაც ადამიანი კვდება და ვერ კვდება. 1 დღე, 3 დღე, 1 კვირა, 10 დღე, 2 კვირა და მათი მოყვასი უფრო მეტად იტანჯება, მათი მოყვარულები, ახლობლები. არც ცოცხალია, არც მკვდარია. იტანჯება ყვირის დრო და დრო. ესე იგი წვალობს, სული არ ამოდის. ხშირად ეს როგორც მამები ამბობენ, ხდება იმ შემთხვევაში და იმის გამო, რომ მათ დარჩათ მოუნანიებელი მძიმე ცოდვები. ან არ აღიარეს, ან აზრათაც არ მოსვლია, ანუ დაფარეს აღსარებაში. და ღვთის წინაშე არაფერი დაიფარვის. ის რომ მაგალითად შენ მოძღვრის წინაშეს კი, რომელიც პროკურორი არ არის და სანქციებს არ დაგადებს, არ ამბობ თუ ვერ ამბობ აღსარებას, შენს პატივ მოყარეობაზე მიუთითებს. რა სიტყვის ჩემზე ესა თუ ის მოძღვარი, ჩემი მოძღვარი.
რა სიტყვის მოძღვარი კი არა. მოძღვარი რა უნდა იყოს? იმას იქიდან ყურნება და წამალი უნდა გამოგიწეროს, ასე ვთქვათ. რა სიტყვის უფალი ღმერთი, როცა ამ ძიმე ცოდვებით გარდაიცვლები. აი მაგალითად ერთ-ერთი მონოსონი, რომელიც წმინდა ცხოვრობდა და გაგზავნულად, სრულიად ახალგაზრდა მოულოდნელად ანასად გარდაიცვალა. ანას და სიკვდილი ეს არის სასჯელი. ზოგს გონია რომ ისე მოვკვდე ვერაფერი სასჯელია. ისე ნუ წამეყვანს უფალს ვევედრები, რომ წმინდა ზიარება არ წავიძღვანო თან. იმიტომ რომ როცა ადამიანი ნაზიარები, გულით ნაზიარები გადის საზღვრებს, სიახლოვესაც კი ვერ მოდიან ეშმაკის ანგელოზები მასთან. აი რატომ არის მნიშვნელობა საცხოვნებელი მნიშვნელობა აქვს, როგორც დედამიწაზე ესრეთ ზეცაში მეტადრე. მოკლედ ეს მონასტერი გარდაიცვალა, არის სამშაბლო ქრისტესთან მიიყვანეს, პირადი სამშაბლო. იქვე არის ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოზები და წმინდანები. უფალმა გადაშალა მისი ცხოვრების წიგნი ამ მონასტრის განიხილა და ბევრი სიკეთე ნახა, 8 წლი მარხვა, ლოცვა, მოწყალება, თავდადება სარწმუნოებისა, მაგრამ ნახა ერთადერთი ცოდვა, რომელიც არ იყო ახოცილი მისი ცხოვრების წინ. რა ცოდვა იყო? სიძვა. ესე იგი ერში როცა იყო ცოდვაში ჩავარდა, ისიძვა, მერე ძალიან დიდი სინანული შევიდა მის გულში, იქამდე რომ დატოვა ერი, ყველა ეს მისწრაფება საერო და ესე იგი აღიკვეცა და მონასტერში დაემკვიდრა. ესე იგი ღვთისმშობელი მარიამი შეევედრა, აი რამდენი ძალა აქვს, რაოდენ დიდია. მისი ლოცვა უეჭოთ უნდა ისმინოს, რომ შეეწყალებინა და ნახეთ უფალმა რა უპასუხა. ის არ უთქვამს, რომ მოუნანებელი ცოდვით 64-ში შევა და ცხონდება. ასე ვერავინ ვერ შევა სასუფეველში. არამედ უთხრა შენი სიყვარულისთვის და შენი შუამდგომლობისთვის მე ცოცხლებში აღვადგენ. შენი მოქმედე მერე მასზე, რომ მოვიდეს სინანულში, დააძლიოს ეს სირცხვილის გრძნობა თუ პატივმოყვარეობა და მოძღვართან აღიაროს ეს ცოდვა, რომელიც სიყმაწვილეში ჩაიდინა. ღვთისმშობელმა მარიამმა მადლობა შესწირა თავის ზესა და ღმერთს. მართლაც უფალმა აღადგინა მკვდრეთით გნევას და არქვი კლინიკური სიკვდილი, რაც აგნებავს ის და არქვი. და ესე იგი მოაბრუნა ღვთისმშობელი მარიამის ზემოქმედებდა მასე, რომ ჩაეგდო სინანულში. ბოლოს მოიყვანა გულისხმაში, ჩააგდო სინანულში, წავიდა მოძღვართან აღიარა. ეზიარა და იმ საღამოს სული ჩააბარა უფალს და ღვთისმშობლის მეოხები და ცოდვისაგან განწმენდის ძლით უფალმა დაადგინა სამოთხეში. ჩვენც გავითვალისწინოთ. აქ ზოგიერთები მოდიან ამაღლებულს თამაშობენ ჩვენ თვალში. მეც გეტყვი შილო პირდაპირ მეთქვი რომ დავინახია პანჭვა გრეხვა ასარების დაღლილი ვარ მეთქი შილო და პირდაპირ თქვი რა გაქვს სათქმელი. მიკიბავს, მოკიბავს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს გადააბრალებს, რატო ჩავარდა ამ ცოდვაში, ყველას გარდა საკუთარი თავისა. და თამაშობს ამაღლებულს. ან ზოგი მოდის აღსარებაზე მიწებს ლაპარაკს, რომ მან გაიღო დიდი მოწყალება, აი ეს და ჩამოთვლის სიკეთებს ვეუბნები. ქაბოტოჭა, ეს არის აღსარება. შენ უნდა მითხრეთ ცოდვებზე მელაპარაკე. კარგი რა გააკეთე, არ დაგეკარგება და უფალი გასავლის სიკეთეს რომ აკეთებ. შენმა მარჯვენემაც კი არ იცოდეს. ესე იგი ეგრზალე თავსა შენსა. საკუთარ თავში არათუ სხვების თვალში ამ შემთხვევაში მოძღვრის არ ამაღლებ. რა შეჭირდება? პატივმოყვარეობა არის დამაბრკოლებელი სასუფეველის მიმართ. ისე როგორც დიდების მოყვარება. სიამაყე და მისგან მომდინარე ყველა ეს რა უმთავრესი და დანარჩენი ბნებები. სიცოცხლის წლებს და მადლს რწმენას იმად გვაძლევს უფალი, რომ შევინანო ჩვენი უკეთურობა, ჩვენი უსჯულოება, ჩვენი ცოდვები და დავადგეთ ცხონების გზას. თორე აი როგორ დავიწყე საუბარი, უფალო შეიცევ ცხოვრება იჩემი. ეს სიტყვები რომ თქვი საყვარელო დღესაც მადლობა რომ გადავუხადე, როდესაც მე ზიარე, კიდევ დაუბრუნდი და მეტი სიღრმით უთხარი ეს სიტყვები. აი სხვანაირად დაახლოებით რაც ნიშნავდა შეიცევ ცხოვრება ჩემი ჩემს გაგებაში იმ შემთხვევაში წამიყვანე მეთქი. აი ეს მინდოდა მეთქვა, მაგრამ სიტყვა შუაზე გავწყვიტე, იმიტომ რომ მომაგონდა რა ნაგავიცა ვარ, რა ცოდვილიცა ვარ და გამიწყდა აზრი. სიტყვაც და აზრიც. და მადლობა უფალს, რომ ასეთ უკეთურებს ცოცხლებში ვტოვებს, არა უბრალოდ ცოცხლებში ვტოვებს, სინანულის გზას გვასწავლის განუწყვეტელი და მადლს გვაძლევს. შეგვეწევა, მან ჩვენი ჯვარი იტვირთა, რომ გაგვიადვილდეს ჩვენი საკუთარი ჯვრის ტარება. და ესეც არ გვინდა.
დღევანდელ ადამიანებს არაფერი არ უნდათ გარდახორციელი სიამეებისა. და ესენი არა ძირითადში სულიერად დაავადებულები, არ იციან. აი ადამიანი, რომელიც ამბობს, სხეული ჩემია, მინდა ვიქნები მამათმავალი, მინდა ვიქნები ლესბოსელი, მინდა ასე გადავიკრეჭავ, მინდა ისე, მინდა პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ, რქებს გავიკეთებ ეშმაკივით. არიან ასეთები, თქვენ გინახავთ ალბათ არა, ფოტოები მაინც თუ ვიდეოები და მინდა სქესს გადავიკეთებ და ესე იგი მინდა რომ ბავშვებსაც გადაიკეთონ სქესი. რა იცის ბავშვმა სქესი რა არის საერთოდ? ერთ-ერთი მიზეზი, დიდი მიზეზი ზეწოლისა არსებულ ხელისუფლებაში ჩვენთან და ქვეყანაზე არის ის, რომ მათ სოდომიტრულ სამხედველობას არ ვიზიარებთ და არ ვიღებთ უღუთო, უზნეო და ანტიადამიანურ კანონებს. და რაც მეუღიათ იმათი სოწოლით მიიღეს ერთი-ორი ასეთი მსგავსი კანონი, მალე ერთი მათგანი უკვე უარყვეს. მალე გაენთავისუფლებინოთ ხალხი და სახელმწიფო ასეთი კანონებისაგან. კანონი, რომელიც ეწინააღმდება ღვთისმსწავლებას, ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის არ არის სავალდებულო. და გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. თუ კი აპირებდნენ ან დააპირებდნენ მსგავსი კანონების მიღებას. და ბოლო-ბოლო რა მოხდება თქვენ იტყვით რა, ღიმილით, ირონიული ღიმილით. გვეტყვიან ისინი. კი, ჩვენ ესეც ვიცით რა მოხდება. ბოლოს ჩვენ ყველანი გავალთ მთებში, უდაბნოებში და უღრან ტყეებში. ჩვენი ადგილი თქვენი გამოისობით, თქვენი ეგრეთ წოდებული კანონებისა, ცხოვრების წესისა და თქვენი მეთაურის ანტიქრისტესი, ჩვენი ადგილი ნამდვილად აღარ იქნება ერში. ჩვენ ყველანი, ვინც გულით შევიყვარებთ და არაფორმალურად ქრისტე მაცხოვარს, ესე იგი დაგვიდებერა პურსა და ჯვარს, შიმშილობის დროს ჩვენ ამოვირჩევთ ჯვარს. ეს ჩვენი არჩევანია, ეს ნამდვილად ჩვენი არჩევანია. და საზოგადოება იქით მიღავ. ათაყვანებენ საზოგადოებას. აი თქვენ უბრალოდ სოციალურ ქსელებში შედით, რაზე მსჯელობენ, როგორ მსჯელობენ, რა მსოფლმხედველობა, რა გაგება აქვთ. ესენი ავათარიან. ოღონდ არავინ ეუბნება, რომ ისინი არიან სულიერად დაავადებულები. აუცილებელი არ არის კედელს ურტყავდე თავს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ისინი არიან შეპყრობილები. არც მეტი, არც ნაკლები. ეხლა დავუშვათ ერთი ელემენტარული რამ ავიღოთ. ნარკოტიკები. ნარკოტიკებთან ბრძოლა, რა? ნარკომაფიასთან და ეს შედეგი. თუ სახელმწიფოს ნება აქვს, ნარკოტიკი კი არა, ჩიტი ვერ შემოფრინდება სახელმწიფოში. და ჩვენ გზადაგზა ვხედავთ აქ თუ სხვაგან, რომ წილებში არიან თავადაც ზოგიერთები, თანამდებობის პირები. აქედან აი მე ვიცი ერთი მათგანი ვიცნობდი პირადად, ესე იგი ბოლოს დააყენეს პოლიციის სამმართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების უფროსი იყო და წამალში გაიპარა თავად. ჯერად. ზედოზირება მოუხდა, მუქთად ხონდა რა ნარკოტიკების ხვებს არ თმევდა და თვითონ кайფობდა მაპატიეთ. თქვენი სიტყვით ვიტყვი. და ზედოზირება მოვიდა და გაიპარა ნარკოტიკებში. რაზეა ლაპარაკი? როდესმე დამარცხდება აქ ნარკომაფია, არასდროს. ეხლა როგორც ხედავთ, მოხშირებით იწყება ბრძოლა მათთან. ეს გარკვეული გამოძახილია. ეს ეკლესიის სურვილიც არის. ჩვენს გადაგებებში სიტყვა და არა მარტო ჩვენთან, რა თქმა უნდა. ეს შემოდინებას შეჩერდეს ინდუელების განსაკუთრებით, აფრო-აზიელების გადაჭამეს საქართველოს. ქართველები გარბი ხართ საქართველოსთან და თქვენი მიწები კაპიკებში, მამაპაპის ცრემლითა და სისხლით მოტანილი კაპიკებში ყიდით და აფრო-აზიელები აქტოვანებულები არიან. პირადად მისაუბრია ყველა ამ ჯურის ხალხთან. გაოცებულები არიან, ბუნებით, მინერალებით, ყველანაირი კლიმატია ტროპიკულის გარდა საქართველოში. საჭმელი, სასმელი, ასევე სლავები, რომლებიც შემოდიან, აქტოვანებული არიან. ბევრმა უკვე იყიდეს აქ სახლები, მიწები. ებრაელობა არის განსაკუთრებით მოძალებული. მათმა მეთაურმა მათი თემის აქ საქართველოს სიამაყითაც კი აღნიშნა ეს და ეს სტატისტიკა გითხრა, რამდენმა შეიძინა უკვე და რამდენს აქვს კიდევ ბევრ სურვილი. რა დარჩება ჩვენი სამშობლოდან? დარჩება საქართველო. აი ასრულდება სუსლოვების ოცნება. კარგია საქართველო უკართველებოდ. ნაწილი მილიონნახევარი გაქცეულია, ზოგი საშუალზე და ზოგი უბრალოდ გავიდა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ იქ უნდა კომფორტულად იცხოვროს უფრო მეტად.
აქვეც რჩება ადგილზე გვაჯიშებენ. არა ყველა ჯერჯერობით, მაგრამ ნაწილს. რატომ ებრძვიან ეკლესიას? პირველ ყოვლისა აი ამის გამო. არ აძლევს საშუალებას, რომ გადააჯიშო ხალხი ბოლომდე. იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ფასეულობები, ანუ სრულ ფასეულობები, ყოვლად მიუღებელია ქრისტეს სწავლებისთვის. ამიტომაც თქვა ერთ-ერთმა ცნობილმა მასონმა ბჟეზინსკიმ, როცა რუსული იმპერია დაანგრიეს, საბჭოეთი, ჩვენ ერთადერთი ბასტიონი დაგვრჩა ასაღებ, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია და მიდის იერეში. ჩვენთანაც ხო იყო რეჟიმი, რო იყო წინა რეჟიმი. ძალიან სწორად იქცევა ხელისუფლება, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეკლესიურ პარტიებს აგრძალავს. ამინ იყოს და ღმერთმა ქნას. და ყველა მიყოლოდეს, ვინც ამ გზას ადგას, რომ საცდური აღარ გქონდეთ. ორიენტირები აქვს დაკარგული რა. მათი სამშობლო არის დასავლეთი. აი ეს არის საქართველოს ჩვენი სამშობლო. და ხშირად მithქვამს და გავიმეორებ, ჩემი მამა პაპის საფლავშიაც კი არ გავცლი მთელ მსოფლიოს. ყველა თავისი ესე იგი დოვლათით, ბარაკითა თუ კეთილდღეობითა თუ კომფორტით. მაგათი იყოს რა, დაგვანებონ თავი რა. ერთმანეთთან მოიწონონ თავი. საქართველოზე უკეთესი. ჩემთვის სულ უყლდოვანი ქვეყანა იყოს. არც ერთი ქვეყანა არ არის. თუ ადამიანში შერჩა ადამიანობა, პატრიოტიზმი, მშობლის პატივისცემა, წინაპრის ხსოვნა და სარწმუნოება ქრისტესი ბოლოს და ბოლოს. ჩვენი გადავუხვიეთ საყვარელო, ვინ გამოვიდა, რად გამოვიდა და როგორ გამოვიდა, სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა გამოვიდა. და ადგილით კი არ გახდა ჩვენთან ახლო, ვიდრე რომ ადგილი ღმერთთან არაფერს არ ნიშნავს. არამედ განწყობითა და განგებულებით ჩვენზე, როდესაც ხორცი შეიმოსა. იმდენად, რამდენადაც ცოდვები არ გვიშვებდა მასთან, მაშინ იგი გამოვიდა ჩვენთან. და ჩვენთან რისთვის გამოვიდა? აი ფსალმოშიც იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს მოვლინებამდე საუკუნეებით ადრე. აწავს გეიტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განსხადნე მასედა. ესე იგი მთელი მის წინასწარმეტყველება მის მოვლინებაზე, ხორჩესხმაზე, ბნება წამებაზე, სიცოცხლის დადებაზე, ცხოვრებისა ჩვენთვის აღდგომა ამაღლებაზე, ჩვენი კაცობრივი ბუნება, რომ ესე იგი აეტანა ზეციურ სასუფეველში, აეყვანა. მაშინ იმდენად, რამდენადაც ცოდვები არ გვიშვებდა მასთან, მაშინ იგი ქრისტე ძეღვთისა გამოვიდა ჩვენთან და ჩვენთან რისთვის გამოვიდა? ნუ თუ ქვეყნიერების დასაღუპად, ეკალ ბარდებით რომ აღსებულა, მიწადმოქმედ და დასაჟელად ხომ არა? არა. იგი იმად გამოვიდა, რათა გულსმოდგინედ დაემუშავებინა მიწა, ანუ ჩვენი გული და სული და მასზე ღვთისმოსაობის სიტყვა დაეთესა. მარცვალს, ანუ თესლს ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, უფალი თავისას უწოდებს, რამე თუ წინასწარმეტყველის თესავდნენ თესლს, მაგრამ არა თავისას, არამედ ღვთისას. ხოლო იგი როგორც ღმერთი თესდა საკუთარ თესლს, საკუთარ სწავლებას. რამდენადაც ღვთისმადლით, როდი შეიქმნა ბრძენი, არამედ თავად იგია სიბრძნე ღვთისა. ნასწავლი კი არ ქონდა, არამედ თავად არის სიბრძნის წყარო. ვითარცა ღმერთი. იესო ქრისტე ამბობს ივანე ოქროპირი, თავის მოძღვრებას განურჩევლად ყველას თავადობს. აბა მითხარ, რის გამო წარწყდა თესლის უმრავლესობა? იმიტომ რომ ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ რისთვის აძლევდაო? ხომ იცის როგორ წმერთმა, რომ არ შეიშნებდა, არ მიიღებდა, რატომ ისა? აი განკითხვის ჟამს რომ არ თქვას, რომ შენ სხვას მიეცი და მე არა. ყველას მისა, მაგრამ ერთთან მიიღეს ნებელობიდან გამომდინარე, რა ნებავდა მას? წარმავალი ხწნადი სულს თუ ზეციური წარუვალი. ეს ახლა და ის მერმე მომავალში. ისე რომ ღმერთი აქაც სრულიად სამართლიანია ყველას მიმართ. ეს მოხდა არა მთესვარის გამო, არამედ თესლის მიმღებელი მიწის გამოისობით, ანუ უყურადღებო სულის გამო, ადამიანის სულზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა. მაგრამ რატომ არ ამბობს იგი, რომ ზოგიერთი თესლი უზრუნველებმა მიიღეს და წარწმიდეს იგი? მას არ სურს იგინი მკაცრად დატოქსოს, რათა სასუწარკვეთილებაში არ ჩააგდოს, მაგრამ მსმენელებიდან თითოეულს აძლევს საშუალებას ანხილოს სინდისმა. აი, მოუსყიდველი მსაჯული, ვინ დაგვიდგინა უფალმა ჯერ კიდევ 64-ში. სინდისი. ამიგავს თავისი მოწაფეების განსამტკიცებლადაც სთავაზობს, რათა ისინი მოწყენილობაში არ ჩავარდნენ, თუმცა მათი სიტყვის მსმენელთაგან მრავალი დაიღუპებიან.
ესე იგი ამაოდ რომ არ მიიჩნიონ რომ მომავალში თავისი შრომა, ღვაწლი, ქადაგებლობა, მახარებლობა და სხვა, ამიტომ ესე იგი მათ განსამტკიცებლათაც ამბობს ამიგავს და განმარტავს რომ ეს ბრალი იყო არა მთესვარის იმ შემთხვევაში მოციქულის, არა თესლის, ანუ წმინდა სახარების, არამედ იმ ადამიანებს, რომელსაც გულს გარეთ მიიღეს, ასულად არ მიიღეს არანაირად ესწავლება. ჯერ კიდევ წინასწარმეტყველება იყო ფსალმუნებში მოციქულებზე, ვიდრე მოვიდოდა უფალი დედამიწაზე, ვინის მინა ჩვენიო. ესე იგი ჯერ კიდევ მაშინ იყო მოვლინებამდე უფლისა და მოციქულების გამოჩენამდე და გამორჩევამდე წინასწარმეტყველება, რომ ვინ ისმენს ჩვენსას, უდიდესმა უმეტესობა არ ისმინა. არ გიკვირთ საყვარელო, რომ თავად ქრისტე მოვიდა, უამრავი ენით გამოუთქმელი და უნახველი აქამდე სასწაულები დაამოწდა თავისი სწავლების ჭეშმარიტება და მოწაფე რამდენი ყავდა 3 წელიწად ნახევარი ქადაგებდა და მხოლოდ 500 მოწაფე ყავდა. პავლე მოციქული როგორც პირველად როცა წავიკითხე თვალებს არ დაუჯერე. მე ვფიქრობდი უმეცრებაში რომ მას ყავდა უამრავი ყველა მოიმოწაფა უდიდესი უმეტესობა გარდა ჯვარცველებისა, მაგრამ ესე არ იყო. და თუ არ ისმინეს უფლის როგორ გაისმენდნენ მისი მოციქულებისას. საკითხავი აი ეს არის. მაგრამ ღმერთი ეძებს არა რიცხვს, არამედ წმინდა ადამიანს, უბრალო გულის ადამიანს, სუფთა გულის ადამიანს. მას არ ხიბლავს ჩვენი გარეგანი არაფერი. არც წარმომავლობა, არც სიმდიდრე, არც საზოგადოებრივი მდგომარეობა, არც თანამდებობა. ის ეძებს გულის ადამიანს. აი როგორც დავით წინასწარმეტყველზე თქვა უფალმა ვნახე კაცი გულისა ჩემისა, ჩემი გულის ადამიანი ვნახეო და ის დაადგინა ჭეშმარიტ მეფედ საულის შემდეგ. ასევე დღესაც როგორ ამბობს უფალი, მე ვრე ყოველი ადამიანის გულის კარზე. შვილო, სხვაგან ამბობს ესაიას პირი, მომეც გულის შენი. აი რას ეძებს ჩვენში. დღევანდელი ადამიანების მათ შორის ეკლესიური მორწმუნეების დიდი ნაწილის გული კი რითია ავსებული? ფუჭი და ამაო გულის სიტყვებით, გარყვნილებით, რისხანებით, განკითხვით, სიძვით და ასე შემდეგ. იქ ყველაფერია გარდა ქრისტეს სარწმუნოებისა და სიყვარულისა. მაგრამ არის კი კეთილგონიერი იტყვიშენ თესვა ეკლებში კლდეზე გზის პირას. რამდენად კეთილგონიერია რომ აი ეს მოუსავლიან ადგილებში თესვა. რა თქმა უნდა, პასუხობს იოანე ოქროპირი, სამართლიანი იქნებოდა ამგვარი საქციელისთვის მიწათმოქმედის ფრხილება, ანუ თესვარისა. რამე თუ კლდე მიწა ვერ გახდება და გზა გზად დარჩება და ეკალი ეკლად დარჩება, მაგრამ იგივე არაა გონიერ არსებებთან. ეს რაც შეეხება მარცვალს, პირდაპირ გაგებით. რაც შეეხება კლდეს, გზას და ეკლებს, რაც შეეხება გონიერ არსებებს, აი რას ამბობს ოქროპირი. აქ ქვაც კი შესაძლოა ნაყოფიერი მიწა გახდეს. მაგალითად, გულქვა საჯული, გულქვა ჯალათი, რომელიც აწამებს, მაგრამ მოწამისგან ისეთი მადლია, ისეთი მოთმინებაა და ისეთი სასწაულებიც კი რომ ეს გულქვაც ბოლოს ხდება მორწმუნე და არის შემთხვევები რომ ამ მოწამესთან ერთად უწამებიათ თავად ჯალათები და თავი მოუკვეთიათ. ანუ ადამიანის შემთხვევაში გონიერი არსებისა სულ სხვაგვარად არის. აქ ქვაც კი შესაძლოა ნაყოფიერი მიწა გახდეს და გზაც არ გაითელოს მიმოვალთაგან, არამედ ბიბინამდელოდ იქცეს. და ეკალ ბარდებით შესაძლებელია მოისმოს და თესლით დაუბრკოლებლად აღორძინდეს. რამე თუ ეს შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო, იესო ქრისტე არ დათესავდა. თუ კი ცვლილება ყველაში არ მოხდა, ამის მიზეზი თესვარი, ანუ ქრისტე კი არაა, არამედ ისინი, ვისაც შეცვლა არ სურდა. ხოლო ღმერთმა ადამიანს მისცა ხატება, ანუ თავისუფალი ნება. ის ძალით თვითონ მარცვალსაც კი ღვთის სიტყვას არ შემოიტანს ადამიანის გულში. ეს ეწინააღმდეგება თავისუფლების პრინციპს. ძალით არ შემოიტანს, მაგრამ ყველა სხვა გზით ის ცდილობს, რომ ადამიანი გულისხმაში მოიყვანოს. ხოლო თუ კი მიწაც კარგია, თესვარიც ერთი და თესლიც ერთი და იგივე, მაშინ რატომ იყო რომ ერთმა თესლმა 100 მაგი ნაყოფი გამოიღო? კითხულობს ოქროპირი. სხვამ 60, ხოლო მესამე 30, ეს ბოლო შემთხვევა. იმიტომ რომ კარგ ნიადაგში შესაძლოა იყოს განსხვავება. მართლაც ესია. არის ყველა კარგი ნიადაგი, მაგრამ ერთი უმჯობესია, მეორე ნაკლებია იმაზე.
ადამიანებში განსხვავებულობა მათ ბუნებაზე როდია დამოკიდებული, არამედ მათ ნებელობაზე. აი როგორც იტყვიან, ზაღლის თავი სად არის დამარხული? ადამიანის თავისუფალი ნება. ბუნება კი არა, ეკლიანი, კლდიანი გზისპირა, არა, თავისუფალი ნება. ადამიანს, როდესაც პარალიზებული აქვს თავისუფალი ნება, ძნელად შეღწევადი ხდება ამ ღვთიური თესლისთვის, ანუ ქრისტეს სწავლებისთვის. ისე რომ გაუფრთხილდეთ გულს, როგორც არსენი დიდი ამბობს, გონება ღმერთმა და იმად მოგცა, რომ არაფერი არაწმინდა გულში არ დაუშვათ და არაფერი არაწმინდა გულიდან არ ამოუშვათ. გარდა ამისა, ამაში გვეხმარება სინდისი. სულ რომ გაუნათლებელი იყოს ადამიანმა მათ შორის სახარების უწოდინარი, სინდისის მიხედვით მან ძალიანაც კარგად იცის, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ამიტომ არსებობენ სინდისიერი ადამიანები და არიან უბრალოდ უსინდისო ადამიანები. და სატანის ძლით დედამიწაზე დღეს შენდება უსინდისოთა საკოლოთავო გლობალური სახელმწიფო, სოფლიო სახლი. თავარი უსინდისო მოექცევა სათავეში, რომელსაც ეს მასონური ანტიღვთიური ძალები და საზოგადოებები ჩააბარებენ სოფლიო ხელისუფლებას, მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც ხშირად გვითქვამს, ომის დანგრევებზე დააფუძნებენ ამ ახალ სახლს და მოიყვანენ და მისცემენ ძალაუფლებას. მაგრამ თავად ანტიქრისტე იმდენად პათოლოგიურად ავადმყოფი იქნება, ქედმაღალი, დიდების მოყარე, პატივმოყარე, ანგარი და სხვა, იმასაც აღარ დაჟერდება, როცა მიიღებს სოფლიო ძალაუფლებას, რომ არის უპირველესი ხელისუფალი, არამედ შევა ვატიკანში, რომის პაპს მოკლავს, დაეუფლება მის საყდარს და ესე იგი თავს ღმერთად გამოაცხადა. იმიტომ არის რომ რომის პაპის ქვეშ უნდათ მოაქციონ მისი ძალაუფლების ეკუმენისტური მოძრაობის ყველა ქრისტიანული ეგრეთ წოდებული აღსარებლობები მართლმადიდებლობასთან ერთად, ასევე სხვა რელიგიები, არსებობს შიდა და გარე ეკუმენიზმი, რომ მას რომ მოკლავს, ავტომატურად მისი ძალაუფლება გადავა მასზე. მაგრამ იმდენად პათოლოგიურად კიდევ ერთხელ ვიტყვი, ავადმყოფი იქნება, პატივმოყარე. ამასაც არ დაჟერდება, რომ უმაღლესი ქურუმი იქნება დედამიწაზე და მაშინ თავს უკვე ღმერთად გამოაცხადებს და დაიწყებს ადამიანების დაბეჭდას, ასე ვთქვათ. ანუ თავის სახელს დააწერს ყველას და ვისაც არა, ჩვენ თქვით ის სად არის მათი ადგილი. ასეთების ადგილი არ იქნება საზოგადოებაში. ტყეებში, ღრეებში, უდაბნოებში, მღვიმეებში გავლენან ეს ადამიანები და შეინარჩუნებენ ბოლომდე სარწმუნოებას. სულ რაღაც 3 წელიწად ნახევარი ექნებათ მოსათმენი. პირველმა ნახევარმა წყეული მეფობისა ჩაიარა ფუჩიანი კამფეტების, ასე ვთქვათ, ხატოვნად, როცა თაფლავდა კაცობრიობას და განაწყობდა იქამდე, რომ თავმშვიდობის ყოფილად აღიარეს, ხოლო მოგვიანებით, როცა მოითხოვა ღმერთათაც კი უარყვეს და ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ჭეშმარიტი მოწაფეები უდაბნოში და ზოგიერთი ნაკლებ მორწმუნეები, მამაო, გავიდოდი, მაგრამ ხორცი მასხია, რა ვქნა, რა ვჭამო, რა ჩავიცვა. მაშინ ხომ აღარაფერი არ იქნება, მას ექნება მთელი მარაგი დედამიწის პროდუქტების, წყლის რესურსების და ასე შემდეგ. როგორ არ გსმენია? უფალი რას ამბობს? რომ ქვიდან შეუძლია შთამომავალი აღუდგინოს. და არა მხოლოდ პურიც ხონდება კაცი. ილია თესბელს ყვავით ასაზრდოებდა. შემდეგ ქებრონის ნაკადულებში გაიყვანა, სადაც არისო და არავინ რომ იქ მოდიოდა წყალი უწყლოობაში 3 წელიწად ნახევარი. შემდეგ ქვრივთან მიაგზავნა და გაამრავლა ზეთი და თავადაც გადაირჩინა სული და ესე იგი დედაშვილს გადაარჩინა, რომელთაგან შვილი აღმოჩნდა მოგვიანებით იონა წინასწარმეტყველი. წინასწარმეტყველი დადგა, ასე ვთქვათ, ქართლურად რო ვთქვათ. ჩვენი მამა დავით გარეშვილი ირმებს უბრძანა და 4 შაბათ პარასკევის გარდა ასაზრდოებდა თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად. პავლე თებელს ყვავი უზიდავდა. ვის დათვი, ვის ლომი და ვინ? როგორც მაკარია ამბობს, დიდი სქემონაზონი, ბოლო დროს ანტიქრისტეს დროს ჩვენ თუნდაც მიწას მოვზილავ, ვილოცებ ჩვენი სახიერი უფლის მიმართ, მის ნიშს, რომელსაც ძალა შეძინა ჯვარს, დავსახავთ და უთქმეს პურებად შეგვერგება. ღრმად წავს, რომ შეუძლებელი კაცთან ყოველივე შესაძლებელი. თქვენ ახლა იტყვით, დღეს რატომ არ ხდება ასეთი რამ? იმიტომ არ არის საჭიროება, პურისა გვაქვს, წყალისა გვაქვს, საჭმელი, სასმელი, სითბო და ასე შემდეგ. როდესაც არაფერი ეს არ გვექნება, იმიტომ რომ
ვისაც არ ექნება ბეჭედი ანტიქრისტესი, ის უბრალოდ პროდუქტს ვერ მიიღებს და არ მიიღებს. აი იმ შემთხვევაში მოხდება ეს. განა ელიასთან, დავით გარეჯელთან, შიომღვე პავლე თებელთან, ანტონი დიდთან რა ჰარი ჰარალოდ და ყოველთვის ხდებოდა მაშინ როცა იყო უკიდურესი აუცილებლობა. და ეს მაგალითები ეკლესიის ისტორიამ იმად შემოგვირჩინა, ვიცოდეთ რომ არ ჩვენ არ დავტოვებს და დაგაგდებს უფალი ღმერთი, ჩვენ არ დავტოვებთ ღმერთს და ჩვენ ღმერთი არ უნდა დავტოვოთ არც ერთ შემთხვევაში. არც ხიბლიანობის დროს, მოჩვენების სასწაულებს ჩაიდეს ანტიქრისტე, არც შიმშილის, არც ყურვილის. სიცოცხლე თქვენ ამბობთ რომ ძვირფასი ნიჭია. იოანე ოქროპირი მსოფლიო მამა და მასწავლებელი გვასწავლის რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ბევრად უფრო დიდი ნიჭია. თუ ამას შეინარჩუნებ, ყოველივეს მიიღებ უმეტესად. აი იობის მაგალითი რა დაკარგა ყველაფერი, დაუშვა ღმერთმა ეშმაკს გამოეცა და ოღონდ სულს არ შეეხო. არ მოკლავო სიკვდილით და მერმე აღუდგინა შვილების. იმაზე მდიდარიც გახადა შვებედნიერის და ასე შემდეგ განკურნა. პებოდა ცოცხლად კრამიტის ნატიხი ეჭერა, სასკორეზე იჯდა და იფხეკდა ტკივილებისგან. რა არის ღვთისთვის შეუძლებელი? აი ეს რწმენა უნდა გქონდეთ, ცოცხალი რწმენა, ნამდვილი და არა წიგნიერი, ინტელექტუალური და განათლებული და მიეთი მოეთი. ჩვენ ვიცით წმინდა მამები წერა კითხვა რა არის, ჩვენ ახლა განათლების წინამდე კი არ მივდივართ, უბრალოდ ამ შემთხვევაში რაც გულისხმობ, წერა კითხვა არ იცოდნენ, მაგრამ უდიდეს სასწაულებს ახდედნენ. თები მოძრაობდნენ მამათი ხმის გაგონებაზე. გამოუთქველ სასწაულებს თავად ქრისტე მაგვითო რომ ჩემზე მეც მოახდენენ, იმიტომ რომ ქრისტეზე მეტი არის, იმიტომ რომ ქრისტეს დროს მეტი არ იყო საჭირო, მაგრამ ბოლო დროს რომ იქნება სული განდგომა ღვთისაგან და დიდი გაჭირვება და წნეხი პრესი ანტიქრისტესაგან, აი მაშინ მოხდება უფრო დიდი სასწაულები, ვიდრე თავად უფალი აღასრულებდა. და ეს ღვთის ძალით მოხდება, ეს ღვთისგან მოხდება, ოღონდ წმინდანთა მიერ. არა ნებისმიერისგან, არამედ ვინც არ უღალატ ეს სარწმუნოება. და ისეთი მღვდლები იქნებიან ბოლო დროს ამობენ წმინდა მამები, რომ თვით ანტიქრისტეს ექნება მათ შიში. მათ კურთხევას ახლოც კი ვერ გაეკარება ის. ეხლა ზოგიერთი იტყვის, რომ მღვდელია და ალბათ თავის თავსაც გული საერთოდ ასე არ ვამბობ. მარტო მღვდლები კი არ უღრაში გადაკარგულში. ქრისტეს სიყვარულისთვის. ერის კაცებიც. მრევლის ნაწილი გაყვებიან ამ მოძღვრებს. დანარჩენი მოძღვრები, რომლებიც თავად არ გამოიჩენენ ჯეროვან სარწმუნოებას და მოიხიბლებიან ბოროტის სულისაგან ანტიქრისტეს სახით, თავად მეუყვანენ ანტიქრისტეს დასაბეჭდა თავიანთ მრევლს. ესენი იქნებიან მგლები ცხრის კუთხეში. დიახ, ასეთები იქნებიან და ვაგლახ როგორც წმინდა მამები ამბობენ, ასეთები უფრო მეტი იქნებიან. ერთგვარი პატარა გამოცდა უფალმა ჩაგვიტარა, ხშირად მithქვას კოვიდის სახით. როცა მგლების ნაწილი ისე შეშინდა სიკვდილით და სხვა, რომ მთელი წმინდა მარხვა მოახლოვდა, დიდ მარხვა მარხვის განმავლობაში ეკლესიები დაკეტილი ჰქონდათ, არ წირავდნენ. მრევლი ითხოვდა მათგან სწავლებას, გამხნევებას, ნუგეს, ზიარებას, რომ უფრო გაძლიერებული იყვნენ და პირიქით გააკეთეს ყველაფერი. ესე იგი გაწირეს საკუთარი მრევლი, მიატოვეს, მიაგდეს, იმიტომ რომ სასყიდლით დადგინებულები იყვნენ. ფულის გამო არიან ეკლესიაში მოსულები, აღარ მინდა ამაზე სიტყვა გავახმაო და ამიტომ დაკეტეს მთელი მარხვა. ნეფის შვიდეულშიც კი არ გახსნეს ეკლესიები ზოგიერთმა მღვდელმა და თვით აღდგომასაც კი არ წირეს და არ აზიარეს. ვინ არიან ესენი? რაშუაში მე მათ არ განმეკითხა, მათი საქმეები მეტყველებენ მათზე. ესენი არიან გლები ცხრის კუთხეში უფლის სახელდება რომ ვიხმარო. ეს პატარა გამოცდა იყო. ანტიქრისტე რომ მოვა, მასში რაღაც იზამე. პირველები ჩაებარებიან მას. მაგრამ მადლობა უფალს, რომ როგორც წმინდა მამები ამბობენ, თავისი რჩეულები ღმერთს დედამიწაზე დიდებით დაბრუნებამდე ეყოლება. ამიტომ ამობენ ეს მამები, ასეთი მგლების გარშემო შეგროვდით და მათთან იყავით. ჩვენ გვინდა არ გვინდა, ბოლოს ეს მოგვიწევს. დავტოვოთ ერი ეს ქვეყანა, ეს უდისოფელი, რომელიც სრულიად მტრულად არის განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ, ღმერთის მიმართ. ჩვენ აქ უკვე მაშინ აღარაფერი არ გვესაქმება. და დაცულს და დაფარულს ღმერთი იმ ადგილებშიაც დაიცავს და დაიფარავს. და რა გასაჭირია უფლისთვის, თუნდაც უდაბნოში, უწიმრობაში, უწყლობაში, წვიმით სავსე ღრუბელი გადმოატაროს და აწვიმოს. არც არაფერი. ამის დრო დღე არ დამდგარა, საჭიროება არ არის.
მაგრამ ბოლოს იქნება ეს საჭიროება და მოხდება ასეთი უჩვეულო სასწაულებიც. რომელსაც ყველა გაიგებს, მაგრამ ყველა არ მიიღებს. ადამიანი საერთოდ რომ დაიბეჭდება, ღმერთს რომ მოარყობს და ანტიქრისტეს აღიარებს ღმერთად, ეს ისეთი ცოდვა ამბობენ წმინდანები, ვერ მოინანიებს უკვე. სინანული აღარ ექნება. პირიქით მისი გული გასასტიკდება, ულმობლები იქნებიან. ამიტომ არის რომ შიმშილობის დროს ერთმანეთს ხოცვას დაუწყებენ და ჭამას გვამების, ადამიანთა გვამების. ვირთხას თავს წერს არ დატოვებენ შეუჭმელს შიმშილობის გამო. ეხლა თქვენ ბიბლიას ნაკლებად კითხულობთ წმინდა მამებსთან. აი ჩარლი ჩაპლინის რო არის ფილმი ოქროს ციებ-ცხელება, ხო გახსოვთ? ორნი რო წავიდა ოქროსმა ძიებლები. ჩარლი ჩაპლინი ხალ მამლად ეჩვენებოდა და ხარ როგორი. და შეჭმა უნდოდა. დაახლოებით ასეთი სურათი იქნება უკანასკნელ ჟანრს, მაგრამ არა ფილმში, არამედ ცხოვრებაში. ესე იგი, ჩვენ კითხვა დავსვით ოქროპირთან ერთად. რატო იყო რომ ერთსა და იგივე ნიადაგში გამოიყო ერთ-ეგივე მარცვალი იყო თესვარიც ერთი და იგივე ზოგმა 100, ზოგმა 60, ზოგმა 30. იმიტომ რომ კარგ ნიადაგში შესაძლოა იყოს განსხვავება, ადამიანებში განსხვავებულობა მათ ბუნებაზე როდია დამოკიდებული, არამედ მათ ნებელობაზე. და აქაც ღვთის უდიდესი კაცთმოყვარება მჟღავდება იმაში, რომ უფალი ყველასაგან ერთნაირი ხარისხის სათნოებას არ ითხოვს, არამედ პირველთაც მიიღებს, მეორეთაც არ უარყოფს და მესამეთაც აძლევს ადგილს. იმავე ოქროპირის ნუგეშინის სემითის სიტყვიდან მაგონდება პასექის ცისკარში რომ იკითხება, რომ ყველა მოდითო, ვინც იმარხულეთ და ვინც არ იმარხულეთო. ღმერთის ტაძარი ყველასთვის ღია არის. ყველა თავის საზღაურს მიიღებს. ერთი 100, ვინც მეტად იყვაცა, მეორე ნაკლებად იყვაცა 60 და მესამე 30. ესეც დაჟილდოვდება ღვთისაგან. მეორე მხრივ ყველას ერთნაირი ღვაწლი არ ხელგეწიფება. მაგრამ როდესაც კითხულობ, ასკეტი მამები არ ჭამდრენ, არ სვამდნენ. ერთი კვირა, ორი კვირა, 40 დღე, 60-იც კი ისინი ერთბაშად კი არ გახსენ ჯერ ერთი ასკეტები. ჩვენ არ შეგვიძლია კარგი, ასკეტურ მარხვას არ ათხოვს დედა ეკლესია. უბრალოდ მარხვები როცა ეცადე რომ რძის ნაწარმი და ხორცეული თეზიდო არ ჭამა. სამარხო მიიღე. რომ მოხიბლო თანამედროვე 21 საუკუნის ადამიანი დახარბებული უფლება და ჯანმრთელობის შეძენაზე ვიდრე სასუფევლისა, გეტყვი რომ ჯანმრთელობისთვისაც კი კარგია. ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება, ასეც ყოფილა რომ განსაკუთრებით ხანგრძლივი მარხვის დროს, თქვა დიდ მარხვაში ადამიანი სავსებით განკურნებულა ამა თუ იმ დაავადებებით, რომელიც მედიცინამ ვერ განკურნა. ასეც ყოფილა. ჩემი მგლობის საკმაოდ უკვე მდიდარი გამოცდილებიდან გეტყვით ამას. ისე რომ მონეტას ორი მხარეა, ხორციელი ჯანმრთელობაც მოაქვს და სულიერი. მაგრამ მოძღვარმა არა შაბლონურად უნდა ამარხულოს მრევლი, არამედ ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ ადამიანს. ზოგს მეტი შეუძლია, ზოგს მაგრამ დაავადებულია გულის მანკით. როგორ შეიძლება გულის მანკიანი ადამიანი ისევე მკაცრად ამარხულოს, როგორც ჯანმრთელია? რა თქმა უნდა არა. მას რაღაც დათმობებს აძლევს ეკლესია. ასევე მაგალითად დიაბეტის დაავადება აქვს. კატეგორიულად უნდა მიიღოს რძის ნაწარმი და ესე იგი წამლობაც. არიან ადამიანები, ვისაც ეს კურთხევას ვაძლევ, მაგრამ არიან ისეთები, რომელსაც არ საჭიროებენ. მიუხედავად ამ ძიმე დამარხულობიდან, რო გითხრათ გულახდილეთ ესენი უფრო კარგად არიან. ესე იგი, იმიტომ რომ თვითონ თუ ნახავთ დიეტაში დიაბეტიანი დაავადებული ჭარბობს მოსნეული. კარგია თევზი. ეხლა პირადად მე თავის თავზე ლაპარაკობ და მე სხვების ამყავ დიაბეტიდან და ამას მოისმენებ არაერთი და მათთვის გასაგონათაც ვამბობ. კურთხევა მაქვს მისი უწმინდესობის, რძის ნაწარმზეც და თევზეულზეც. ერთი ორზე ვცადე, მაგრამ ვეღარ გავეკარე. მორალურად ვერ გავეკარე მე. და გამიმართლა ერთი გარემოებით, რომ აღმოსავლეთ საქართველოსთან ვარ, ქართველი ვარ და ჩვენთან პატივში არ არის რძის ნაწარმი. გადავჭი რა როგორც სიტყვია ხოლმე. დასავლეთში პირიქით პირველები დასავლეთ საქართველოსთან ვიცარიან გურულები, მეგრელები, იმერლები, დიაბეტიანი, ამას მეუბნები ხო რძის ნაწარმი ხო შეიძლება მამაო. რაო გიყვარს მეთქი და კიო და აი რომ გიყვარს, იმიტომ არ უნდა ჭამო ქრისტეს სიყვარულისთვის. თორე რა ბედენა მე რძის ნაწარმს ცოლის ხათრით ავჭამ ზოგჯერ ხსნილში. გულახდილად რო გითხრა. ეს იუმორიც არის და თავისებური სიმართლეც არის ამ იუმორში რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში თვითმისანი არ არის ჩვენთან მარხვა, არც არაფერი სათნოება არ არის თვითმისანი.
ზალისაებრ ჩვენისა უნდა ვიღვაწოთ. მაგრამ როცა გაძლევს კურთხევას რძის ნაწარმზე, შენ ნაკროვანებაში არ უნდა ჩავარდე. გემოთ მოყარება არ უნდა ეწყო, ფერად-ფერადი ხაჭაპურები არ უნდა ეძებო და ასე შემდეგ. ეგ უკვე მარხვაც აღარ არის და არც მიშვება არის რძის ნაწარმზე, ეს არის უკვე გემოთ მოყარება და ნაკროვანება. ზომიერების გრძნობა ყველა უნდა ვიქონდეს. საერთოდ მართლმადიდებლობა ეს არის ზომიერება, სამეფო გზა, არც მარჯვნივ გადახვევა, არც მარცხნივ. რა დარქვა სხვა მანკიერებებზე ამიგამ შუფალმა, მაგალითად ხორციელ გულის თქმაზე, პატივ მოყარეობაზე, თქვა რა ზრუნვა ამის სოფლისა და სასტურის სიმდიდრისა, მანამით ყოველივე თქვა, იმიტომ რომ პატივ მოყარეობას და ყველა სხვაც საქმეა ამ სოფლისა და სასტურის სიმდიდრისა. ესე იგი, ყველა ეს ცოდვებიო სხვა, რომელიც არ ჩამოთვალა კონკრეტულად ქრისტემ, დაკავშირებული ამასთან. თვითონ სოფელი კი არ არის ბოროტი, არამედ ადამიანი, ესე იგი, იყენებს ბოროტად გემოვნობას სოფლისა და საცტური უჩნდება სიმდიდრისა. რა ეხლა ზოგიერთი აღშფოთება ვის შედარებით შეძლებულია თუ მდიდარი არ შეიძლება მდიდარი იყოს შეიძლება ამბობენ წინა მაგრამ პატიოსანი გზით თუ გაქვს შეძენილი. მაგრამ ჩვენ გახსენებული ვის სიტყვას ვეცნობ იოანე ოქროპირიალოს სიმდიდრეს იმაზე უკეთესი გასახანი არ აქვს ვიდრე გაჭირვებულის ხელშიო. ანუ ღმერთმა რომ მოგცა გაიხსენე რომ სხვები გაჭირვებულები არიან და პატარა შეწევნა მიეციო და ეხლა ნახეთ ბოლოში როგორ ამთავრეს ამ სიტყვას იოანე ოქროპირი. ჩვენ ისე გამოგვდის ბევრს მაწარში არის მაწარი ეგონაო. ჩვენ რომ კარგად გონია თავის ხვებს ასეთები გონია და სხვადასხვა. მე მაი მახსოვს გაჭირვება რო იყო არც ეროვნული ხელისუფლება დაამხეს და ეს გაჭირვება შეგნებულად იყო გამოწვეული პარალიზებული იყო ყველაფერი აბსოლუტურად სოფლის მეურნეობა მრეწველობა და სხვადასხვა რომ ესე იგი სასურველი განხდარიყო ის რეჟიმი რომელსაც გლობალური ხელისუფლებით დაამყარებდნენ აქ. მოკლედ აი ჩვენ ბრევლში იყო ერთ-ერთი მრევლი პურებზე რიგი იყო ყოველთვისაც არ იყო განსაკუთრებით თეთრ პურზე გახსოვთ არა ეს ყველაფერი ხო და დიდი რიგები იყო და ერთ-ერთი მრევლთაგანი იყო გიორგი გელაშვილი რომელიც მიდიოდა დილა ადრიან 5-6 საათზე დგებოდა რიგში ოჯახისთვისაც იღებდა და იღებდა კიდევ რამოდენიმე ადამიანისთვის ჩემთანაც მოსულა არაერთხელ და მოუტანია პური ახლა თქვენ მღვდელი ვერ დადგებით თუ ცოლს ბევრი შვილები ყავ 5 და ალბათ იმასაც გაუჭირდება და აი გამიკვირდა რა სიმართლე რო გითხრა აი ეს არის სარწმუნოება მღვდელს კი არა რო არ იფიქრო აი მღვდელი თავი მღვდელს კი არა მრევლში მოქონდა განსაკუთრებით მოხუცები რომლებიც ვერ აიღებდნენ პურს და შევარქვით სახელად გიორგი მეპურე დღემდე აქვს ეს სახელი იმ სათნოების გამო რასაც ის აკეთებდა ეს არის ქრისტიანობა სიყვარულში გამოავლინეთ თორე თეორიულად იყო ღვთისმეტყველი ეგეთი ღვთისმეტყველები ბევრი ყავს მალ გაიელვებს ხოლმე ინტერნეტში და მღვდლებსაც კი აკრიტიკებენ დოგმატებს განუმარტავენ ჭკუას არიგებენ და ასე შემდეგ ვის რა შეჭირდება მათი უნაყოფო დისერტაციები მინდა ჯეიმს ჯოისის სიტყვებით ვკითხო არაჯობდა ცხოვრებაში ყოფილიყვნენ ადამიანები ცილს წამებენ აი მათ შორის მეც გავხდი რა მათი ცილის წამების საგანი რომ ეს მაგალითად ზიარებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ერისკაცია სემინარია დამთავრებულია და ესეთი რამ რომ აი რა სამბოს წვალებელია მსოფლიოში პირველი წვალებელია მაბარში ამას რომ ზიარების დროს ადამიანი ქრისტეს ხორცას იხსენებს რა არის იცი რომ იღებს და მასთან ერთად თითქმის ყოველთვის ვამბობ ქრისტე შევალს ამ გზით შედის ადამიანში ქრისტე თვით ანგელოსთათვის მიუძღვნელი სახე ეხლა რაც ხონების იმედი უნდა ქონდეს ამ ეგრეთ წოდებულ ღვთისმეტყველს ჯერ ერთი ცილს სამებს მე მგველს განეკითხავს მგველს რატო განეკითხავს ეს მაგი უდგას უკან მგველს უწაუხდება ავტორიტეტი ვინ მოусმეს მას ეხლა სხვანაირად კი არ გამიგოთ მე ქართლელი ვარ კიდევ ერთხელ ჩვენთან პატივ მოყარება დიდება ადგილი რაღაცა ეგეთი რამ არ მოდის ხო იცით ფოლკლორიდან კახური ფოლკლორიდან აი კომის დივნად რო აირჩიეს ერთი კახელი და დედას უტირებს ჩემს ძმასო ადგილი იგივე გაეხარდა რომ შური ეწია ძვაზე რა ჩვენში არის ეგეთი რა ქართულ კახელებში რაღაც მოდის თლაც შურის ზიებაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ დასავლეთში სხვანაირად არის იქ რო ისმეს დააყენებენ მეგრელები განსაკუთრებით მოიყვანებ თელ ნაცსავას ესმის საგანი არ ესმის ნაცსავები არიან მარჯვნივ მარცხნივ თანამდებობაზე და შემოსავლიან ადგილებში ესეც გადახრა და ისიც გადახრა გამიგეთ საყვარელი ეხლა ნაცსავებით რომ მოიყვანო ადამიანი როცა არ ესმის ის ხო წაახდენს იმ საქმეს ერთადერთი რისი ზრუნვა და ფიქრის საგანი ექნება ეს იქნება ფული როგორ შეიმატოს მეტი არაფერი იმიტომ არის აყვავებული ჩვენთან ცხოვრება
ამაზე მეც აღარ გავაგრძელებ. ისე რომ, როდესაც ამბობს ზრუნვისაგან, ამისოფლისა და სასტურისა სიმდრისაგან წარწყდება ესა და ანუ უნაყოფო დარჩება მისი სული, მოიაზრებს ყველა ცოდვას, ყველა მანკიერებას, რომელიც ხელეწიფება ადამიანს. მათ შორის პატივმოყარება, გემოთმოყარება, ხორციელი გულისწყმები, როგორც ახსენებს ოქროპირი და სხვა. თუ კი ეშმაკი მტაცებელია, ჩვენზეა დამოკიდებული არ მივცეთ მიტაცების საშუალება. თუ კი თესლი ხმება, ამის მიზეზი პაპანაკება სიცხეროდია, რამე თუ არაა ნათქვამი, რომ სიცხისაგან გახმნენ, როცა ამოვიდა, ამოიწვერა, არამედ ძირი არ აქვს და გახმა. თუ კი თესლი ითრგუნება, ეს ეკლესიაგან არ ხდება, არამედ მათგან, რომელთაც დაუშვეს, რომ ეკალი გაზრდილიყო. ყველასათვის ცნობილია მიწათმოქმედისთვის, რომ სანამ ნორჩია და ახლა დამოსული ადვილი ამოსაფრველია და მაშინ უნდა მოაშრო, ანუ გამარგლო ყანა რა სხვანაირად რო ვთქვა. იმიტომ რომ მერე ძნელდება ორი ხელითაც შეიძლება ვეღარ ამოგლიჩო. ჩემი თავიდან ვიციმე და იმას გეუბნებით. ამიტომ მართლის ან ფესველის ბრალი კი არ არის, ან ეკლების, არამედ თვითონ ადამიანის, რომ ეს ეკლები, ამ ეკლებში მოიაზრება შეუფერებელი ბოროტი გულისწყმები. აი როგორც მინდა მამები ამბობენ, როგორც კი ჩაგვიქცევს ეშმაკი სტუნებას, მაშინვე აღმოიფხრე. როგორც კი გეკვეთება, მაშინვე აირეკლე შენგან. თუ შენ ამას არ გააკეთებ, ის ფესვს გაიდგავს შენში. მაგალითად, მოვიდა გარყვნილი აზრი. დაუტკბი. ციებცხელება გემართება, მე სირცხვილის გამო ვერ კიდე რა ემართება ადამიანს ამ დროს. ბავშვებისგანან. ვისი ბრალია? თქვენ მეტყვით ეშმაკის, მე ვიტყვი არა. ეს მისი ბუნება ავნოს ადამიანს. შენი ბრალია, როგორც კი მოვიდა, ამოიკვეთე გულიდან. როგორ? თუნდაც იესოს ლოცვით. როგორც შენ ადგილას ორი ადამიანი ვერ მოთავსდება ერთდროულად, ასევე ადამიანის გულში ქრისტე და ანტიქრისტე ვერ იქნება. თუ მე ქრისტეს მოუხმო, თუნდაც ამ ლოცვით, თუნდაც ორი სიტყვით უფალო შემიწყალე, იქ ეშმაკი ამ ლოცვის მადლით ვერ გაჩერდება. ეს მისი ბუნებაა, სადაც სიწმინდეა, ის ვერ ჩერდება იქ. აი როგორც იოანეს საჭურისთან მოხდა, ბოდიში სიტყვა გამიგზელდა, მეუდაბნოე მამა იყო, საკვირველთმოქმედი მოქმედი და ერთხელაც უდაბნოდა, რომ დაბრუნდა და შევიდა, ნახე ტახტზე წერს ეშმაკი. აშკარა ჩანს. ისეთი ამაზრზენია, რომ ადამიანი შიშისგან კვდება, სული გარბის სხეულიდან, მაგრამ რამდენად მადმოსილი იყო, ღმერთშემოსილი, არ შეშინებია, ჯვარიც კი არ დაუწერია, რომ გაეკრო. მივიდა, აუწია რაც ეფარა ზედა. გადასაფარებელი და გვერდზე მიუწა. და წივილ-კივილით გაიქცა ეშმაკი, იცით რას ამბობდა, რას მიჰკიუდა. ვიწვევი შენი თავმდაბლობით, ვერ ვძლებ შენს თავმდაბლობასთან. აი რითი დავამარცხებთ ეშმაკს. რასაც გვითესავს, იმისი საწინააღმდეგო სათნოება მოვიპოვოთ. მაგრამ ჩვენ ეხლა არ გვინდა ჩვენ ვენატრება, ვებლანდება და გვეოცნებება, რომ სასწაულთ მოქმედები ვიყოთ. ჯვარს გადასერს და მაშინვე გავდა ჩვენ წაგვიკითხავს პატერიკულ მოთხრობაში, ჩვენაირი უგულისხმები და ურწმუნოები წერდნენ ჯვარს, ეშმაკი კვდებოდა სიცილით. და გაუკვირდა როგორ ჯვარს ძალა არ აქვს, შენ არა გაქვსო სარწმუნოება, განუმართა ეშმაკმა. თორე თავისთავად სყოფელი ძალა აქვს ჯვარს. თითი რო თიცი დაადო იმ დღესაც თქვი, ესეც კი დიდი ძალის მომტანი არის ადამიანისთვის. ამიტომ არ თქვა იესო ქრისტემ სოფელი, ანუ სოფელი დაგუბავს, არამედ ზრუნვით ამის სოფლისად კვდება ნაყოფი, ანუ წარწყდება ადამიანი. ამავე საზრუნავშია. ელ თქვენი ტყვის ზოგიერთი სახეების გამოეხატა, როგორ ოჯახი მყავს, არ ვიზრუნო, რას ამბობ, ჩემო კეთილო, პავლე მოციქული ამბობს, კაცი რომელიც ოჯახზე არის უნავს, წარმართზე უარესიაო, სული არ უნდა გადააყოლო. გაქვს ბინა, მაგრამ გინდა უფრო დიდი ბინა. გაქვს კორპუსი, მოგიდა კერძო. გაქვს გარემონტებული, შენ გინდა უფრო უკეთესი შპალერი გააგრა. წრიალებ, დარბეზე რამდენიმე მაგალითი. დარბი ხარ, მიედები, მოედები, ხშირად ქურდობ, უნამოსო გზებით იღებს შემოსავლებს. აგერ დაჭერები მიდის ეხლაც. შენ ჩავისმეს? ევროპ გეკითხებით თქვენ. მე სხვილფეხობასაც გულისხმობ და წვრილფეხობასაც. ყველა თავის ადგილზე იპარავ.
მოპარვა არის ნორმა. ამას ჯერ კავშირში ასწავლიდა ლეონიდ ილიასე ბრეჟნევი. რო კითხეთ, თხოვეს რომ ხელფასები, პენსიები მოგიმატებდა, რა თქინდაო, როგორ არ ყოფნისო ძალიან ძვ. მაგალითად, 3 ტომარადებს რა, 2 ტომარა სახელმწიფოსკენ გადადა, 1 ტომარა სახლში წაიღო. პირდაპირ უთხრა სახელმწიფოს მეთა იმპერიას, რომ მოიპარეო. და მე აყვავება განიცადა. და დღეს ხო რავი, პიკი არის ქურდობის, ყველგან აბსოლუტურად. მაღაზიი დაწყებული და კორუმპირებული ჩინოვნიკები დამთავრებული. ისე რომ სოფელი კი არ გვჟის და ღუპავს, არამედ ჩვენი ნებიანი მიმოტაცებენი ამა თუ იმ სახის. ესე იგი იესო ქრისტემ არ თქვა სოფელი, არამედ ზრუნვით ამის სოფლისად მოკვდება. არ თქვა სიმდიდრე, არამედ საცდურის სიმდიდრისა. თავისთავად სიმდიდრე პატიოსანი შრომით შეძენილი არ არის ბოროტება. არამედ საცდურის სიმდიდრისა, რისთვისაც ყველაფერზე მიდიხარ. ისე რომ დავადანაშაულოთ არა თავად საგნები, არამედ შერყვნილი ნებელობა ჩვენი. რამე თუ შესაძლებელია სიმდიდრეს გაგაშდეს, მაგრამ არც თუნდებოდე. ასეთებიც მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ასეთი ადამიანებიც. პირდაპირ გამკვირვებია დიდ სასწაულად მიმაჩნია, რომ ადამიანმა შეიძინოს სიმდიდრე და შეინარჩუნო ადამიანობა და მოწყალება და კეთილიგული. ეს არის რაღაც იშვიათი გამონაკლისი. მადლობა ღმერთს, აი ამ რევსშიც არიან ასეთი ადამიანები და არა მარტო ამ რევსში, რა თქმა უნდა. ერთ მათგანს პოლკარი თვალი და ეს მათქმენებს კიდევ. ამ წუთის სოფელში ცხოვრობდე, მაგრამ საზრუნავებით არ ითქონებოდე. თავისი აი ზოგიერთებს აი ვეკითხები. შვილო, რატო არ გადიხარ ტაძარში ვეღარ ხედავ თვეები? იცით მამა, მე მუშაობ. ხომ მეთქი ჩვენ ყველა უქნარები ვართ და უქნარები დადიან მარტო ტაძარში. შენ იცი რომ ზოგიერთ მათგანს ერთი კი არა 2-3 სამსახური აქვს, მაგრამ აი როგორც წყურვალი ირემი ეტანება დაგესრილი გველისგან წყაროს. აი ესე მოდიან ტაძარში, ისინი რომ ლოცულობენ, მე ლოცვაზე ვდგები მეთქი, ლოცვა მინდება, ისეთი გულითადობაა მათში. ესე იგი, ღვთისას ღმერთს აძლევენ და კეისარს კეისრისას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, ოჯახზე მამამაც უნდა იზრუნოს, დედამაც და შვილები რო წამოიზრდიან, მშობლებზე და ოჯახზე უნდა იზრუნონ. ყელზე არ უნდა ჩამოეკიდონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სული გადააყოლო. სული ყველაზე ტკბილი. არც უშლის ერთმანეთს ხელს, იზრუნო ოჯახზე და იზრუნო სულის ხონებას. რამე თუ შესაძლებელია მას სიმდიდრეს გაგაშდეს, მაგრამ არც უნდებოდე. ამ წუთის სოფელში ცხოვრობდე, მაგრამ საზრუნავებით არ ითქვნებოდე. თავისი მოწყალებით უფალმა მხოლოდ ერთი გზა არ გვიჩვენა და არ თქვა, რომ ეს იქნება გაუცხოებული, ვინც 100 მაგათ არ გამოიღებს ნაკობს, არამედ ისიც გადარჩება, ვინც 60 გამოიღებს და ისიც კი, ვინც 30-ს გამოიღებს. მას ქალწულების მძიმე მდგომარეობის გადატანა არ ძალგის, თქვა, არ შეგიძლია ქალწულობა დაიმარხო? დაოჯახდი და იცხოვრე უბიწოდ. დაოჯახდი, ოღონდ იცხოვრე უბიწოდ. ეს გადაგარჩეს. მაგრამ ქალწული მიიღებს 100, იგავისენით რო თქვა. გათხოვილი ქალი მიიღებს 60, თუ უბიწოდ იცხოვრებს. ანუ ქალწულობა უფრო მეტია ქრისტესთვის. თუმცა ყველას არ თხოვს. ყველა ვერ ვიქნებით ქალწულები. ამიტომ უფალი უშვებს, რომ მოიყვანოთ სული, მაგრამ თუ მოიყვან, იქორწინე ამბობს პავლე მოციქულის პირით სულიწმიდა, ოღონდ იქორწინე უფლისა მიერ, ანუ ეკლესიამ დაგლოცოს, გვირგვინი დაგადგას სოლქრობაზე, რომელსაც ღმერთი შეაერთებს, კაცი ნუ განაშორება. ღმერთსაც კი აღარ აქვს უფლება გახსნას გვირგვინი და ასე შემდეგ. სიმდიდრისგან სავსებით განშორება არ შეგიძლია, შენი ქონების ნაწილი გაეცი. შენთვის ეს ტვირთიც მძიმეა, რომ გასცე თუნდაც ნაწილი. გაიყავ ქრისტესთან შენი ქონება. არ გსურს მას ყოველივე მისე, მიეც ქრისტეს ნახევარი, ანუ კიდევ შემთხვევაში მესამედი. თუ კი იგი, ანუ ქრისტე შენი ძმა და თანამემკვიდრეა ცათაშინა, მაშინ იგი აქაც თანამემკვიდრე გაიხადე. იმან გაგიხადა თანამემკვიდრე ცეცაში, შენ ქრისტე გაიხადე თანამემკვიდრედ მიწაზე, შენი სიმდიდრის სახით, მცირედი მიეცი მას. მას მისე ნიშნავს საკუთარ თავს აძლევდე. მან შენ თანამემკვიდრე გაგხადა ცათაშინა, ხოლო შენ მისთვის მიწიერის გაღებაც არ გსურს. თუნდაც მცირეოდენის. მან ღმერთთან შეგარიგა მიუხედავად იმისა, რომ შენ არათუ რაიმე სიკეთი არ გიქვი, არამედ მტერიც კი იყავი და როგორ შეგარიგა? ადამიანის ბუნება მიიღო, ყველა სისუსტე გარდაცოდვისა, ევნო ეწამა ყველა სიკეთის წილ, ჯვარზეც კი ამაღლდა, ანუ იმ დროისთვის ყველაზე დამამცირებელი სიკვდილი მიიღო.
აღდგა, ამაღლდა და კაცობრივი ბუნება, რომელიც შეერთა შეურევნელად, სული წმინდის მადლით და ქალწულ მარიამის თვეთაგან, ამაღლად შეიყვანა ზეციური მამის დიდებაში და მარჯვენით მამისა დაждდა. სული ღმერთი და სული კაცი, ანუ ღმერთკაცი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. შენ უმნიშვნელო არ გინდა და მან ყოველივე გააკეთა სულითვისი დაზვა, ხორცლითვისი, განსტეხა სისხლითვისი, დასთხია შენი ცხონებისათვის. არა ზოგადად ადამიანებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისათვის. მაგრამ ადამიანსაც უნდა სურდეს. ღმერთი გვეუბნება იაკობ მოციქულის პირით, მომიახლოვდი შვილო და მოგიახლოვდე. ნება უნდა დაინახოს შენში. სურვილი რომ ღმერთთან, იმიტომ რომ ჩვენში სიკეთის აღძვრაც ამბობენ წმინდა მამებიც და აღსრულებად სული წმინდის მადლით ხდება. თავი თვისით არცა ერთი რაი ძალვით. ერთადერთი რაც მოგვეთხოვება, ეს არის ნება. უნდა გვენებოს ცხონება და ღმერთთან სიახლოვე. ჩვენ ესეც არ გვინდა. კეთილი. შენი ნება, როგორც ამბობ, შერკვნილი ნებით, კი ბატონო. და მე უკვე შენ იმასთან იქნები, ვინც ამოირჩიე, საუკუნოდ უკუნისად. ერთნი ამოირჩევენ ამ სოფლის თავად ეშმას, ძალიან ცოტანი ამოირჩევენ ქრისტეს. ერთნი დღევანდელობისთვის, მცირედნი მომავლისთვის. მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. ვისაც ღმერთი მთელი გულით წამს და უყვარს, ის აქვე არის სასუფეველში. ბედნიერია. თქვენ არ განგიცდიათ თქვენს თავზე, აი მაგალითად ძალიან დიდი ტრაგედია მოვიდა რაღაც. დიდი განსასწრება, დიდი მწუხარება. ან გადაღლილი ხარ უსაშველოდ. მივსულ ვარ სახლში და ჩემს ხატებთან მithქვამს გულში უფლის. რა კარგია უფალო, ტირლი მომერია. რა კარგია უფალო რომ არსებობ. რა კარგია რომ გამომიცხადე შენი არსებობა. ეს შენთვის ყველაფერია. აი ხახანს გამოვიდა 2 დღის წინ ჩვენი ლექსების კრებული. საგანგებო თუ წოდე სადღიურო ჩანაწერები. ჩემი სულიერი შთაბეჭდილებების და განცდებია გადმოცებული რამდენადმე პოეტიზირებული ფორმით. განა იქ სხვა რამეს ხედავთ გარდა იმისა, რაც ახლა გითხარით. ჩემი ანი და ხოი არის უფალი. ღმერთმა არქნას, აი ამიტომაც დავიწყე დღესაც საუბარი უფალო გამშვალე ცხოვრება იჩვენი. ჩემი ცხოვრების ყოველი მომენტი, ყოველი წამი, ყოველი პასაჟი, ყოველი მონაკვეთი სულ ერთიანად ჩემი ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა შენით იყოს ახსავსე. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ეს არის ის, რაზეც უფალი ამბობს, მე თქვენში და თქვენ ჩემში. ვინც ამას მიაღწია, იმისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, აქ რა ხდება, რა აქვს, რა აქვს. თუ აქ ისიც სხვებისთვის უნდა, მოყვასისთვის, თავისთვის აღარ უნდა. უფალი აქეთ მოგვიწოდებს. ყველა ადამიანში ჩადებულია უნარი ესწრაფოდეს შემოქმედ ღმერთს, ემსგავსებოდეს მას. საერთოდ ქრისტიანობა ეს არის ღმერთთან დამსგავსების საიდუმლოება. ეს არის ყველაზე ძვირფასი. ეს არის მიზანი და ეს უნდა იყოს შედეგიც. ჭეშმარიტი ქრისტიანი უკვე დედამიწაზე თვით საშინელ ქარტეხილებშიც კი და განსაცდელებში, ბოროტგვემულობაში და ძვირშემთხვეულობაშიც კი არის ღმერთთან. და სადაც ღმერთია, ყველგან კარგია. სიმშვიდე, სიხარული, სინათლე, მეტარება. სინამდვილეში ამისთვის არის შექმნილი და მოწოდებული ადამიანი და არა იმისთვის, რასაც შადი საუკუნეებია და დღეს განსაკუთრებით. ხოლო თქვენი სიყვარული კი მაქვს პირობისა იმის გამო, რომ ქრისტეს მიერნი ხართ. ჩვენ ყველა ადამიანი გვიყვარს, ცოდვილიც გვიყვარს, ჩვენ ცოდვა არ გვიყვარს, ცოდვილიც გვიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ქრისტეს მიერნი მიყვარა. ღვთისმშობელი მარიამიც ასია. ის ადამიანია, თუმცა ყოვლადწმინდა, უწმინდესი. მას ყველა ადამიანი ეწყალვის და ებრალვის აბსოლუტურად მიუხედავად როგორც სიტყვიან სქესის, კანის ფერის, აღსარებლობის და სხვა, მაგრამ განსაკუთრებულად უყვარს თავისი ძისა და ღმერთის მოყვარულები. და ეს ბუნებრივია. დედას უყვარს ის, ვისაც უყვარს მისი შვილი. მარტივად რო გითხრათ. პირველ ყოვლისა. და როცა ყავს უფალი, როცა ყავს მისი ყოვლადწმინდა დედა, როცა ყავს ზეცა წმინდანებით, რომელიც
მალე მან ჩამოდიან და ყველაზე უფრო ხშირად როგორც ვიცით ღვთისმშობელი მარიამი დედამიწაზე რა იმიყოს მე კაცმა რომელი რეჟიმი რომელი სამხედრო ძალა რომელი მიმძლავრება კაცთაგან ესე იგი მომსპობს მე აი როგორი რწმენა ქონდა ჩვენს ქრისტიან წინაპრებს იმიტომ იყო რომ ერთი ასე მიდიოდა და იმარჯვებდა ეხლა ფსევდოლიბერალმა ამის გაბიაბროებას დაიწყეს დიდგორისა და ესე შემდეგ რატო რომ აი მოწყვიტონ მამაპაპის ძირებს და ჰაერში გამოკიდონ სიცარიელში არარაობაში როგორც თვითონ არიან აი ერთი მათგანი იყო სწორედ პატრიარქს უთხრობ მოგეხმარებით სიკვდილშიო მოკლედ შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მთელი გულით მთელი სულით მთელი ძალებით ყოველი გულის მისყოფით მთელი არსებით ეს არის ბედნიერება ეხლა როგორ მამაო ესე ვიყო სულ ხელი ვაპყრობილი არა შვილო შენ შეგიძლია ნებისმიერ საქმიანობაში იყო უფალთან მაგალითად ერთბაშად მომაგონდა ერთ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნეოფიტე რომელიც მას ახალგაზრდობაში იყო ტრაპეზარი ბერად რო აღიკვეცა ტრაპეზული და რა ესე იგი ძმებს აპურებდა მაშინ ვისწავლე რომ მე იესოს ლოცვა და გონებით ღმერთთან დაკავშირება უფრო კაცრად რო თქვა გონების გროლში ჩაყვანა ანუ გული გონიერი მოვიპოვეს სწორედ ტრაპეზარობის დროს და ესე იგი იესოს ლოცვით ვისწავლე რა იგი ჩვენ შეგვიძლია დიასახლისი ხარ რეც ხავს არის სადილს აკეთებ თუ სხვა რამ აკეთებ თუნდაც ბავშვული და სხვა ილოცე გონებით უბრალოდ აზრითაც კი რო იყო ღმერთთან ეს ლოცვა ეცადე სულ ღმერთთან იყო აკეთე საქმე არავინ გიშლ პირიქით აი ესე იგი ლოცვით გაკეთებული საჭმელი უფრო გებრიელი გამოდის მე ეს გამოცდილება გამოვიტანე მონასტრიდან იქ ლოცვით კეთდებოდა ყველაფერი აი უბრალოდ საჭმელი იყო ეგ რაღაც სიზილპიპილები ჩვენ რო გიყვარს გემოთმოყარეობა და 1000-ნაირი რაღაცები არა შეუძლები უბრალოდ მაგრამ ლობი ვავიღოთ სიტყვაზე ან კარტოფილი მოხარჭეს უფრო გემრიელი იყო ვიდრე ეში გვიჭამია და გაგვისინჯია ერთ-ერთი მეფე მოხდა როგორღაც დამასკოსთან მახლობელ ერთ უდაბნოში და ბერებს არაფერი არ ქონდათ ბალახი ქონდათ წყალი ქონდათ რაღაცა პატარა მხალეული შეამზადეს მეფეს დაუგეს და ბოდიში მოუხადეს რომ მეტი არ აგვაქვს და თქვენ არც მოგეთხოვებათ მე უდაბნოები ხართო მაგრამ ის რაც აღჭამე ასეთი გემრიელი მეფის სასახლეშიც არ მიჭამეაო და მაშინ უთხრა წინამძღვარმა იმიტომ რომ ლოცვით იქნა დამზადებულიო აი დედაკაცებს მოგმართავთ და დიასახლისებს ასეთ მამაკაცი ტაქსის მღოლი ხარ ქარხანაში მუშაო თუ მაღაზიაში არავინ არ გიშლის უფალთან იყო სინამდვილეში და ჩვენ მაშინაც კი როცა ღმერთთან გვევალება ჭალებში ვიყოთ მაშინაც არა ვართ ღმერთთან აი მაგალითად წირვაზე ლოცვაზე ხშირად მოგონები ასეთებზე სიმღერა შენ ღრუბლებში დაფრინაო ვინ იცის ეხლა ვინსა დაფრინავდა ამ წირვაზე ძირითადში კაცები ალბათ ტრაპეზთან და ერთი-ორი დედაკაციც მოუჩდებოდა გვერდზე ეგ ადამიანურია მაგრამ ეგ აზრი რომ მოდის უნდა დათრგუნო აქ გული უნდა ასიო როგორც ეკლესიამ გალობლების პირით მოგიწოდებდა და ასე შემდეგ ეხლა ბოლოს ურწმუნო ჩაიქირქილებს და მეტყვის ფილმ ლონდრიდან სახარება არ აქვს საკითხული აპატიეთ შენი ადგილი საშიაო მოგაგონდათ არა ეს მონაკვეთი ფილმიდან საშია ყველას ადგილი აბსოლუტურად ღმერთმა ასე განიზრახა მაგრამ ვინავალ ზეცაში და ვინ ამჯობინებს მიწას ეს ამაზე გვეუბნება ველაპარაკება იგავი ადამიანის ნებაზია დამოკიდებული მაგრამ რასაც დასთისა იცოდე რომ იმას მოიგე მაშასე რა არ მოიმოქმედა ქრისტემ შენთვის შენ მტერიც კი გავუხდი არა თუ არაფერს არ ბიანიჭებას ხოლო შენ კი მეგობარს და კეთილის ყოფილს არ სურს მიაგო მაშინ როცა აღარ ასვაო სასუფეველსა და ყველაფერ დანარჩენზე რაც მოგანიჭაო მოვალე ხარ მადლობით სწორედ იმისთვის მიაგო რომ შეგიძლია მისე აი რომ არ შეგეძლოს უფალიც არ მოგთხოვს და ჩვენ საუბარს დავასრულებდი ლიტურგიის საიდუმლო ლოცვის სიტყვებით უფალო გამშვალე მე და შეიცებ ცხოვრება ჩვენი რაითა ამ წუთის სოფელშიც და ზესთა სოფელშიც გადიდებდეთ ერთბამა მამასა და ძესა და სულ საწმიდასა
ას დაუგულისამდე ამენ.